ჩვენ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ გვაქვს სქემების ეკონომიკა. ზოგიერთი კატეგორია 300 და 400%-ით არის გაძვრებული. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაზრდილი 110%-ით მაგალითად. Ამა 14 წლის განმავლობაში არაფერზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა არც აპირებ. Ამ კომისიაში 8 წევრიდან 7 მილიონერია. მილიონერები კი არ არის, ცეხავიკები არიან, პრობლემა ეგ არის. ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა, რომ ყობახიძე ტყუის. ის სულ ტყუის. მოგებები ხალხის ხარჯზე, რომელიც მიდის ეგრეთ წოდებულ შავ სალაროში, რომ დაიარო, ყველგან არის სისხლის სამართლის დანაშაულის ძალიან ცხადი ნიშნები. აქ რაღაცა ჭრილოვანი სექტორი არის შემოსული, რომელსაც ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ. ამ მიმართულებითაც ხო ვნახეთ, რომ ტოტალურად ჩაისვარეს, ხო? და იმპორტის ეფექტური ჩანაცვლება ვერ ხდება დღეს. თავზიაზის კალაძე, ივანიშვილი, სახელმწიფო და ეს უბრალოდ დაკონსერვებულია, ელოდებიან, როდის დაიწყებენ იქ მშენებლობას. Deep State-სა და Sub State-ს შორის ვართ ჯერჯერობით. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე და დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაერთმობა ფასების კომისიას და ეკონომიკაზე საუბარს ზოგადად. ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი აკაკი ცომაია და ჯერჯერობით უპარტიო პოლიტიკოსები, ბატონები ნიკა ობოლაძე და საბა ბუაძე. გამარჯობა ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გადაცემის დაწყება მინდა ზოგადად ფასებსა და ინფლაციაზე საუბრით. გუშინავთ მცირე კვლევასავით ჩავატარეთ ჩემთვის და 2020 წლიდან მხოლოდ ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით დაჯამებულად შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია გაზრდილია 35%-ით, მაგრამ ძირითად საკვებ-პროდუქტებზე შეიძლება 50%-ითაც კი იყოს გაზრდილი. თქვენი შეფასება რა იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რომელი წლიდან დაიწყებდით ათვლას და რამდენადაა გაზრდილი ფასი ძირითად პროდუქტებზე? მოგესალმებით. ზოგადად ის რომ საკვებ პროდუქტებზე უფრო მეტად იზრდება ფასები ვიდრე დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე, ეს არის ჩვეულებრივი ახსნადი პროცესია, ყველა ქვეყანაში პრინციპში ეგრე ხდება. არა მხოლოდ 20-25 წლები რო აიღოთ, არამედ მთლიანი 2003 წლიდან მოყოლებული პერიოდი რო აიღოთ, ნახავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად CPI-ის მაჩვენებელი, მოდი ასე ავიღოთ საშუალო. ეს განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ზოგადად სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნა მიეკუთვნება არაელასტიური საქონელის კატეგორიას. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მომხმარებელი ვერ ცვლის თავის გადაწყვეტილებას, როდესაც ფასები იზრდება. ანუ ინდა არ გინდა, ის მაინც ყიდულობს იმ რაოდენობის სასაქონლო პროდუქციას, განსხვავებით ვთქვათ შედარებით უფრო ელასტიური კატეგორიის საქონლისაგან, რომელზეც ფირმები და კომპანიები ასე მარტივად ვერ აძვირებენ პროდუქციას, იმიტომ რომ მომხმარებლის რეაქცია ასეთი ტიპის საქონელზე არის შესაბამისად უფრო ძლიერი. და მომხმარებელი არ ყიდულობს. ხო, მომხმარებელი ამცირებს გაყიდვების რაოდენობას და ეს არის ძირითადი მიზეზი. იგივე შეიძლება ითქვას იმ პროდუქციაზე, რომელიც ააქციზო კატეგორიას განეკუთვნება. ხო, იქნება ეს ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი, თამბაქო თუ ასე შემდეგ. თამბაქოზე როგორც არ უნდა გაიზარდოს ფასები, მომხმარების რაოდენობა ვერ შემცირდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დაუშვათ სურს არ ვიცი, პოლიტიკის დამგეგმავს, თუმცა პოლიტიკის დამგეგმავები მაგიტომ არ ზდიან ხომ აქციზზე გადასახადს, იციან რა ეს ზუსტად საბიუჯეტო შემოსავალი იზრდება, იმიტომ რომ მომხმარების რაოდენობა ვერ მცირდება, ანუ მომხმარებელი არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას, ფასების ვერ ცვლის თავის გადაწყვეტილებას დამოკიდებულების გამო, როდესაც ფასები იზრდება. ამდენად ეს გასაგებია, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ თუ ვთქვათ, ინფლაციის საბაისო მაჩვენებელი არის რაღაცა ნიშნული სასურსათო პროდუქციაზე, ფასების ცვლილება იქნება შედარებით უფრო მაღალი, ვიდრე მთლიანად საშუალო დონე ფასების ცვლილების. 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ფასები სასურსათო პროდუქციაზე 50% შეიძლება მართლაც იყოს გაზრდილი. იმ დათქმით, რომ მთლიანობაში
ინფლაციის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის მომატებული. კი ბატონო, უბრალოდ ამ ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ხელფასები არ მიყვება ინფლაციის მაჩვენებელს, ხო? ეს სხვა პრობლემაა. მათ შორის ის შედარებები, რაც ძალიან ამ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად გამოიყენეს, რომ თურმე საფრანგეთში რაღაც უფრო ძვირი ღირს, თან პარადოქსალური ისა თავად კობახიძე ოქტომბერში თუ როდის გამოვიდა, ნოემბერში გამოდის და ამბობს, რომ ჩვენთან უფრო ძვირია და ეს მაშინ ახსნა რაღაც კარტელური გარიგებები და თქვა რაღაც საზეიმო პირობად, რომ აი ამ ყველაფერს ეს მათ შექმნილი კომისია დაანგრევდა. შემდეგ და დღეს პირობითად გამოდიან და ამბობენ, ეხლა ახალი რაღაც კვლევები ჩაატარეს და თურმე საფრანგეთში უფრო ძვირია, მაგრამ ის რეალობა, რომ საფრანგეთში ხელფასებიც გაცილებით უფრო მაღალია საქართველოს ხელფასებზე, ეს რეალობა მათ პროპაგანდაში და მათ კვლევებში აშკარად არ ასახულა. ეს თემაც არის. კი ბატონო, ეს ცალკე პრობლემაა, ის რომ რეალური შემოსავალი ადამიანების ადეკვატურად არ იზრდება ფასების ზრდასთან ერთად. ეს არის ფაქტი და გარდა ამისა ასიმეტრიულად იცვლება ხო პროცესი, ანუ ხელფასები, საშუალო ხელფასი იზრდება, როგორ არის იზრდება, სტატისტიკა ამბობს, რომ საშუალო ხელფასი იზრდება, მაგრამ არა მედიანური ხელფასი. მედიანური ხელფასი არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საშუალო ხელფასი. და გარდა ამისა სტატისტიკა არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად საკმაოდ გვიან აქვეყნებს მედიანური ხელფასის სტატისტიკას. რა უნდა როგორც საშუალოს დათვლა შეიძლება მარტივად, ისე მედიანურის დათვლა შეიძლება მარტივად. და საშუალო ხელფასი ცხადია რომ დრიფტი არის დაუშვათ მაღალი, ანუ მაღალი ხელფასის კატეგორიის ადამიანების ხარჯზე საშუალოს მაჩვენებელი შესაბამისად მატულობს ავტომატურად და ეს არ გვაძლევს სინამდვილეში რეალურ სურათს თუ როგორ იზრდება ადამიანების შემოსავლები. ამდენად რეალური შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ მიყვება და ბევრი ადამიანი რეალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, პირიქით ღარიბდება, იმიტომ რომ მათი ხელფასები თუ არ იზრდება ფასების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქციაზე, მაშინ მათი რეალური შემოსავალი ცხადია რომ მცირდება. ხო, ძირითადი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის ხელფასების მიდის საკვებ პროდუქტებზე. და თქვენ რა სიტყვით ბატონებო და ბოლოს როდის იყავით ბაზარში, მე გუშინ წინ მომიწია და პირობითად 7 ლარზე ნაკლებად პამინდორი მე ვერ ვნახე. და ხორცს რაც შეეხება, ერთ სასაცილო სურათი შემხვდა, რაღაც ჯგუფია რუსთავი და რუსთაველები და იქ ერთ-ერთ მაღაზიას უკვე ზევით უწერია ხორცი კობახიძის ფასებშიო. ოღონდ ღორის ხორცსაც ესე ნორმალურ 20 ლარზე, 20 ლარის ფარგლებში თუ იყიდი და საქონლის ხორცი ესე 35 ლარის ფარგლებშია. ნიკა შენ დავიწყე. რომელი კამერით მოგესალმებით, რომელი კითხვით დავიწყო. ბოლოს გუშინ ვიყავი ბაზარში. 4 ლარი ღირს კიტრი და 8 ლარი ღირს პომიდორი. 8 ლარი პომიდორი, ხო არა, ჩემთან გამონდა 7 ლარად გაშორდა. კარგი. მოდი, ესე იგი. ოღონდ ბიძინას პომიდორს ჭამთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ დღეს ბაზარზე ერთ-ერთი დომინანტი მოთამაშე განსაკუთრებით ბოდიში რონიკა ჩაგეჭერე, განსაკუთრებით როცა იმპორტირებულთან კონკურენცია გვიწევს ამ სეზონზე, როცა ადგილობრივი წარმოება არის სუსტი, ძირითადი ადგილობრივი მწარმოებელი ყველაზე მსხვილი არის პლანტა, რომელიც აწარმოებს კიდეც და რომელიც შეისყიდის კიდეც სხვა სათბურებისგან და ამიტომ არ ჭამოთ პომიდორი, თორე გაამდით კიტრი და პომიდორი, თორე გაამდიდრებთ რეჟიმს. ეს ხუმრობ ცხადია აქ დისკლეიმერად დავაყოლებ, რომ ხუმრობ. რა თქმა უნდა. კარგი, მოდი, ესე იგი, ჩვენ ორი თემა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, როდესაც საუბრობთ ფასებზე და სურსათის ფასებზე და ასე შემდეგ. პირველი ერთი თემა ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია ზოგადად და ის რომ ფასები ყოველწლიურად იზრდება და ეს არის ეკონომიკის მოწყობის მოდელი და მაკროეკონომიკურად რამდენად სწორად იმართება და უნდა იმართებოდეს თუ არა ეკონომიკა ესე. ანუ ჩვენი ეკონომიკა ესე როგორც ქვეყნების უმრავლესობის ეკონომიკა მოწყობილია ესე რომ აქვს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციისკენ არის მიმართული, ფულს ბეჭდავენ მთავრობები, ეს არის ერთი მიმართულება და ამ შემთხვევაში თუ ასე არის ეკონომიკა მოწყობილი, წელიწადში რაღაც 2-დან 5%-მდე ინფლაცია შეიძლება იყოს ატანადი, შეიძლება ხშირ შემთხვევაში ეს ინფლაცია იყოს ბჭყალებში კარგიც და ასე შემდეგ. ეს ერთი არის მოკლედ მონეტარული პოლიტიკა, რამდენად სწორად იმართება, მაგრამ ამ შემთხვევაში
მონეტარულ პოლიტიკას თუ შევხედავთ და ფულის მასას და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შეიძლება წლიდან წლამდე ფასები იზრდებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას უნდა უყურებოდეს ხელფასების და შემოსავლების ზრდა უფრო მეტად და ასე შემდეგ. და უბრალოდ იმის თქმა, რომ ვთქვათ 20 წლის წინ რაღაც ღირდა 100 და ეხლა რატომ ღირს 100 ან თუნდაც 10 წლის წინ, ეგ გამოვა რომ არასწორია, მაგრამ ეს არის უბრალოდ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მონეტარულ პოლიტიკაზე და ინფლაციაზე და რაღაცა ეკონომიკაზე, როგორც მეცნიერებაზე. და როგორ უნდა მიუდგეთ საკითხს და არის მეორე ვარიანტი, რომელზეც ჩემი აზრით ჩვენ საუბრობთ ეხლა და რომელზეც უნდა ვისაუბროთ და რა საკითხიც დააყენა კობახიძემ. აქ საუბარი ის არ არის, რომ კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ინფლაცია არის მზარდი. ეს არ იყოს, არ თქვა, რომ ინფლაცია არის მაღალი. მან თქვა ესეთი რამ. საკითხი დადგა 5 თვის წინ ესე. ხშირად საქართველოში სურსათზე ფასები არის უფრო მაღალი ვიდრე ევროპაში. ბევრად უფრო მაღალიც ვიდრე ევროპაში. რომ რაღაც არსებობს ზედმეტი ფასნამატები, რომ არსებობს არაბუნებრივი ფასები და რაღაც ხდება ეკონომიკაში ისეთი, რატოც ქართულ ხალხს შეუძლია აი ამ ხელფასებით და აი ამ ყველაფრით კონდეს გაცილებით უფრო მაღალი მსყიდველთუნარიანობა და არ აქვს. ერთი წამით უნდა შეგატყო ზუსტ ციტირება მინდა მოვახდინო კობახიძის 24 დეკემბერი 2025 წლის. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. მაგრამ 2 მაისი 2026 წელი თურმე ფასები ჩვენთან ნომინალურად უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში. ნომინალურად საფრანგეთში სადღაც 4ჯერ მინიმუმ 4ჯერ ან 5ჯერ მეტი არის შემოსავალი ადამიანების თუ გადავიყვანთ ლარებში. ეს საშუალოდ, მინიმუმ 5ჯერ. ხო და მოკლედ საკითხი არის ესე, რამე ხდება ქვეყნის ეკონომიკაში ისეთი, რამე თუ ხდება ისეთი, აი შეკითხვა არის ეს, რომ რის გამოც ქართველ ხალხს უწევს რაღაცებზე ზედმეტი ფასის გადახდა, თუ ყველაფერი არის ბუნებრივად და ჩვენ გვაქვს თუნდაც საბაზრო ეკონომიკა. ხო და თავარი ეგ არის, რომ ჩვენ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. მე გეტყვით ჩემს აზრს, მოკლედ ჩვენ გვაქვს სქემების ეკონომიკა. საქმე რაშია? საქმე ისაა, რომ ის თავარი ტოპ 500 ბიზნესმენი, ვინც კარი ამ ქვეყანაში, რომელიც ძირითადად ლაგდება ხელისუფლებასთან წლებია, ისინი აკეთებენ არა ბიზნესებს, არამედ დიდი ნაწილი, უდიდესი ნაწილი არის სქემებში ჩართული. და აი ამ სქემებით ჩვენ გვაქვს კონკურენცია შეზღუდული. თუნდაც რომ მოდი ესე ვთქვათ რა, სურსათამდე სანამ მივალთ, პირველი რომ ვთქვათ, თუნდაც საბანკო სფერო რო ავიღოთ. ბანკებმა რო გაანახევრონ საკუთარი განაკვეთები, აი უბრალოდ რამდენიც აქვთ იმის ნახევარი რომ გქონდეთ, მაინც საბანკო სფერო გავა მოგებაზე. ანუ რამდენსაც იხდის, ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველა ქართულ ოჯახს აქვს კრედიტი. რამდენსაც იხდიან კრედიტში, იმის ნახევარი რომ გადაიხადონ, პროცენტს გულისხმობ და არა ძირს, მაინც საბანკო სფერო გავა მოგებაზე, ხო? ეს ხო არის ხარჯი, რომელიც ჩემი აზრით კი არა, ესე არის ოლიგოპოლიის შედეგად ჩამოყალიბდა. ანუ პირველი ბანკების ხარჯი, მათ შორის აისახება მაღაზიების ქსელებზე, ამ კაპიტალს იყენებენ ეს მაღაზიები და ამ კაპიტალის ემსახურება. ჩვენ რომ მაღაზიაში შევდივართ და ბარათს დავადებთ ხოლმე. სადღაც 1.5-2% იმ დადებიდან მიდის პირდაპირ ბანკებში. ანუ თუნდაც აი ამ კუთხით, აი ტერმინალზე ფულის გატარების კუთხით, ეგეც აისახება ფასში, ყველაფერი. და საბანკო სფეროში ჩვენ არა გვაქვს კონკურენცია და არ არსებობს მესამე დიდი ბანკი. ერთი წამით ტერმინალზე მინდა გითხრა, უბნის პატარა მაღაზიებში, იმიტომ რომ ძვირია. ძალიან დიდი ხანია, რომ ხათრი მაქვს გამყიდველი და ტერმინალით არ ვყიდო. 3-4 ლარზე მეც არ ატარებ, ისე ვერ გაგიტარებს და ეგრე არის, კი. ეგ არის ერთი, რომ ვთქვათ, ადამიანები რასაც სანამ სურსათამდე მივალთ, კრედიტს ხომ იხდიან. პირველი კრედიტში იხდიან ამდენად მეც. მეორე არის კომუნიკაციები, სადაც ასევე ბაზარი 50%-ით შეამციროს ფასები, მაინც მოგებაზე გავლენ. ამის მერე არის მაგალითად ელექტროენერგია, სადაც თუნდაც ის მილიარდის ბიტკოინი, რაც ბაჩიაშვილმა გადაურიცხა რაღაცა უფროს, ქვეყნის უფროს, იყო ჩვენი ელექტროენერგიას ის ფასი ჩვენ გადავიხადეთ და ეხლა გაძვირდა 33%-ით ელექტროენერგია. იგივე გაზისთან დაკავშირებით მაგალითად ნარმანიამ თქვა, რომ გაზის გაძვირება გვინდოდა, მაგრამ აღმოვაჩინეთ 100 მილიონის ხარჯები ტყუილა იყო იქ გაწერილი და ამოვიღეთ და ამიტომ აღარ გაძვირდება. ანუ მანამდე შემცირება შეეძლო თურმე და არ შეამცირეს და ასე შემდეგ. ჯამში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში დალაგებული არის სქემები. ამ სქემების მიხედვით კონკურენცია არის შეზღუდული.
მათ შორის საბანკო სფეროს აქ ყველა არაფორმალურად, არაპროფილურ ბიზნესებში აქ ჩადებული თავის მრიცხველები და საბოლოო და კაპიტალის ბაზარი არის მცირე და საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ის რომ მათ შორის ამოდის მოგებები ხალხის ხარჯზე, რომელიც მიდის ეგრეთ წოდებულ შავ სალაროში, მერე იქიდან ფინანსდება არჩევნები, იქიდან ფინანსდება სხვადასხვა ტელეკომპანიები და ასე შემდეგ და ჯამში გვაქვს სიტუაცია, როდესაც ადამიანები იხდიან იმაზე მაღალ ფასს, არის ეგრე, იმაზე მაღალ ფასს მთელ რიგ მომსახურებაში თუ საქონელში, რასაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში გადაიხდიან. ანუ შეკითხვა ეს არის, ეგრე არის თუ არა და ეგრე არის ზუსტად. იქნება ეს კომუნიკაციები, იქნება ეს საბანკო სფერო თუ იქნება ეს სურსათის ამბავი, ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყანა ისე გვაქვს მოწყობილი, რომ არ არის საბაზრო ეკონომიკა და არის სქემების ეკონომიკა. ამას ემატება საჯარო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და რაც აძვირებს ყველაფერს. აი მაგალითად მთელი ეკონომიკის 70% არის თბილისში და თბილისის ირგვლივ 10 კილომეტრის რადიუსში კონცენტრირებული, აი ამ თბილისის დიდ აგლომერაციაში. რაც არის ტერიტორიის, საქართველოს ტერიტორიის 1%. ტერიტორიის 1%-ზე იწარმოება ეკონომიკის 70%. აქ გადაადგილება არის შეუძლებელი, პარკინგი არის შეუძლებელი, ტრანსპორტი არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი და ვერ დადის ხალხი წესიერად. ამიტომ მე ვიღებთ იმას, რომ კი არა, რომ აი მაღაზიამდე კი არ მიდის ადამიანი მაგალითად. მაღაზია მიდის ადამიანამდე და ყველგან მაღაზია იხსნება და თუნდაც ის კობახიძემ რაც თქვა, რომ აიო ორჯერ მეტი მაღაზია გვაქვსო, ვიდრე 1000 კაცთან შედარებით, ვიდრე გერმანიაშიო. აქ კონკურენციას ეს არ ეხება ორჯერ მეტი ფიზიკურად ფილიალი მაღაზიის, თორე შეიძლება ერთი ან ორი ხელი აკონტროლებდეს ყველაფერს, ხო? ამიტომ ეს ბევრი მაღაზია არ ნიშნავს კონკურენციას. ბევრი მაღაზია ნიშნავს, რომ ისეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს ქვეყანაში მოწყობილი, სადაც მანქანას ვერ გააჩერებს, ვერ მიხვალ იმ მაღაზიამდე, ამიტომ გიწევს, რომ ეს ქსელი გააფართოვო, ერთმანეთს უხსნიან გვერდით აფთიაქებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ, რაც ხარჯებს ზრდის, ერთი ეს ზრდის ხარჯებს, მეორე მაღალი საპროცენტო განაკვეთების ზრდის ხარჯებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ, რომ თითქოს მაღალი მოგება არ არის, მაგრამ საოპერაციო ხარჯები არის მაღალი. ამიტომ თუ შეკითხვა ესე დაისმება საქართველოში ეკონომიკაში რომ მოხდეს რეფორმები, რომ აღარ იყოს სქემების ეკონომიკა, რომ ეს სქემები დაიშალოს, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატიული დიდი ბანკი და იყოს არ იყოს მონოპოლია და ოლიგოპოლია და იყოს კონკურენცია, რომ სხვა სფეროებშიც იყოს კონკურენცია, შესაძლებელია თუ არა ერთჯერადად ფასების შემცირება და ასევე ის რომ ცხოვრების დონე მაიწიოს მაღლა. ეს არის შესაძლებელი. იმის მიუხედავად რომ თუ მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდება, თავისთავად შეიძლება მომავალში ფასები მცირედით კვლავ იზრდებოდეს შემდეგ, მაგრამ ჯამში თუ შევხედავთ დღეს აი ამ სიტუაციაში სამართლიანად არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა მოწყობილი? არა, საქართველოს ეკონომიკა სამართლიანად არ არის მოწყობილი. არც საბანკო სფეროში, არც კომუნიკაციების სფეროში, არც ენერგეტიკის სფეროში, არც ტრანსპორტის სფეროში. და სიტყვა პრაქტიკებს იყენებს ხოლმე ირაკლი კობახიძე. ანუ, როდესაც ეუბნებიან როდესაც პრობლემაზე საუბრობს, ამბობს, რომ იცი, წინა პრემიერის თუ ვიღაცების დროს ესეთი პრაქტიკა იყო, აი ამ სიტყვას ამბობს. და როცა ამბობს სიტყვა პრაქტიკას, გულისხმობს კორუფციას. მაგალითად უთქვამს, რომ იცი რა, რკინიგზაში ეგეთი პრაქტიკა იყო, რაც ნიშნავს, რომ რკინიგზაში გადაზიდვებში ზედმეტი, ანუ შუამავალი კომპანიებით იყო ეგრეთ წოდებული ზემოგება, რაც მიდიოდა კორუფციული გზით შავ სალაროში. ვინ იხდიდა იმ გადაზიდვის ფულს? მომხმარებელი. იგივეს ამბობს ენერგეტიკაზე. ანუ ჯამში პირველი პრობლემა არის ეს სქემების დანგრევა და მეორე პრობლემაა საჯარო ინფრასტრუქტურის ისე განვითარება, რომ ადამიანებს შეეძლოთ ცხოვრება და აი მოკლედ შევაჯამებ. ამ ქვეყანაში მთავარი სათქმელი რაც მაგ არის, რომ აი სიტყვა მშენებლობა გახდა ამბივალენტური სიტყვა. ჯერტი როგორ შეიძლება სიტყვა მშენებლობა არ მოგწონდეს, ხო, რაღაცა შენდება, კარგია. კარგია, რატოა ცუდი, მაგრამ როცა შევხედავთ, როცა თუ შენდება რაღაცა ხუთვარსკვლავიანი ან კარგი მდიდრების მართლა ესე რაღაცა კერძო პროექტი, კორპუსი, რაღაცა რეზიდენცია შენდება უმაღლესი ხარისხით, გაიხედავ არაფერია, გამოიხედავ 5 სართული ამოყვანილი, კიდე გაიხედავ 15 სართულია ამოყვანილი, შენებლობა ქართულ ბიზნესს შეუძლია ძალიან კარგად. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ საჯარო სფეროში იქნება ეს თბილისის შემოვლითი გზა, არსენალის მთაზე, მაგალითად ამ გადატანა სამთავრობო სტრუქტურების, აეროპორტის ამბავი, წითელი ხიდი, რუსთავის გზა, ანაკლიის პორტი, ფოთის
სპორტის გაღრმავება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი გადაიდო და იდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია თურმე მხოლოდ კერძო მიზნებისთვის ვაშენოთ ხარისხიანად და საჯარო მიზნებთან როცა მიდის საქმე, იქ აღმოჩნდება, რომ უბრალოდ ან გადაიდება ტენდერები, ან იპარება ფული, ან რაღაცა მშენებლობა არ არის. ეს ძალიან ცუდ და ძალიან სამწუხარო რამეა, როდესაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ საჯარო ქონებას ჩვენად რა. თითქოს ამ გზებზე თვითონ არ დადიოდნენ. კაი, საბასთან მინდა უბრალოდ გადავიდე. ნიკამ ჭერმეტყველებით გამორჩეული ადამიანი, ზოგადად მადლობა, საბ შერაშტყოდან ყველაფერს. მოდი დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი, არ ვარ განათლებით ეკონომისტი, ვარ იურისტი, ამიტომ ამ პროცესებს ვაფასებ როგორც ეკონომისტი. ოღონდ თავისთავად. და ეთყობა კიდეც, ოღონდ განათლებით ეკონომისტი რო არ არის და ეკონომიკაში ძალიან რო უჭირს, მე მგონი ძალიან კარგად ეთყობა ეგ და ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის ნიკასთან მისი დებატების დროს ძალიან კარგად გამოჩნდა კორუფციაზე როცა იყო ლაპარაკი, როცა ელემენტარული ის ვერ დაიანგარიშა. მიწის ფასი ვერ დაიანგარიშა იმ არაბებთან ერთად განსახორციელებელი პროექტის. ის რაშიც ამ ადამიანებს არ ყავს ბადალი, ეს არის დაბეჯითებით ისეთი რაღაცის მტკიცება, რაც სრულიად საპირისპიროდ შეიძლება მანვე დაადასტუროს და ეს ფასები არის ამის საუკეთესო მაგალითი, სამითვის წინ ამბობდა ერთს, დღეს ამბობს ამის სრულიად საპირისპიროს. მე ამას იმიტომ ამბობ, მე პრელუდია იმიტომ გავაკეთე და იმიტომ ვთქვი, რომ არ ვარ ეკონომისტი, თქო რომ არ არის აუცილებელი იყო ეკონომისტი იმისთვის, რომ მიხვდე, რომ ამ ქვეყანას რაც აკლია პოლიტიკურ სივრცეში, არის ხედვა. პოლიტიკოს უნდა კონდეს ხედვა, პოლიტიკა უნდა იყოს ხედვის განხორციელების ადგილი, მათ შორის ეკონომიკური ხედვისაც. და პოლიტიკოს შეიძლება არ იყო ეკონომისტი, არც იურისტი, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა კონდეს საბაზისო წარმოდგენა იმისთვის, რომ ჩამოიყალიბო ხედვა, სად მიდის ეს ქვეყანა და რა ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როცა ქვეყანას მართავს ისეთი ძალა, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია. ჩვენ გქონდა ისეთი ანეკდოტური შემთხვევა, თითქმის 3 წლის წინ, როცა ჯერ კიდე ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი პრემიერ-მინისტრობის ბოლოს ითქვა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთო ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი ხედვაო. ეს ითქვა მათი ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, რაც არის ანეკდოტური მოვლენა. ის რომ ფასები იზრდება, ჩემთვის არ არის გასაკვირი, კი ზოგიერთ კატეგორიაში კატასტროფულად არის გაზრდილი და მე ვფიქრობ, რომ არანორმალურად არის გაზრდილი. მე მაგალითად დათვლილი მაქვს და ნანახი მაქვს მონაცემები, სადაც 2012 წლის შემდეგ არის დათვლილი პროდუქტების გაძვირება, იქ ზოგიერთი კატეგორია 300 და 400%-ით არის გაძვირებული, მაგალითად, მწვანილი გაძვირდა 450%-ით, ხო? ატამი გაძვირდა 390%-ით, 199%-ით გაიზარდა ფასი ხორბლის ფქვილზე. და იგივე შემიძლია ვთქვა არა მხოლოდ სამომხმარებლო კალათაში არსებულ პროდუქტებზე, არამედ სხვა საბაზისო საჭიროებებზე. და პირველი ასეთი საბაზისო საჭიროება არის სამედიცინო მომსახურება, რომელიც ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, აი ექიმის კონსულტაცია, თერაპევტის არის გაზრდილი 110%-ით, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი 240%-ით არის გაზრდილი. და ჯანდაცვაზე გადახდილი ხარჯები არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რამაც ამ ქვეყანაში გააღარიბა ჩვენი მოსახლეობის მესამედზე მეტი. ანუ ჯანდაცვაზე დახარჯულმა ხარჯებმა ადამიანები ჩაიყვანა სიღარიბეში. ეს ეხლა რომ თქვათ, ქართული ოცნების ბრალია ყველაფერი? არა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკას აქვს სტრუქტურული პრობლემები, ეს სტრუქტურული პრობლემები განპირობებული არის იმით, რომ პატარა სამომხმარებლო ბაზარი არის, განუვითარებელი არის ეკონომიკის ბევრი დარგი, პირველ რიგში განუვითარებელი არის განათლების სექტორი, რომელიც რაღაცა ისეთს უნდა ქმნიდეს ეკონომიკაში, რასაც დაეფუძნება რაღაც დამატებითი ღირებულება და საქართველოს საინტერესოს გახდის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამ კუთხით ხო აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენ ვნახეთ, რომ ტოტალური ფიასკო არის, მათ შორის აი მათი მმართველობის პირობებში განათლების სექტორში ის რაც ხდებოდა. ამიტომ სტრუქტურულ პრობლემებზე, როცა ვსაუბრობთ, არის სტრუქტურული პრობლემები, პატარა სამომხმარებლო ბაზარი არის, პატარა სამომხმარებლო ბაზარს ახასიათებს ის, რომ მე ოლიგოპოლიებისკენ არის მიდრეკილება და
ამას ამძაფრებს ის, რაზეც ისაუბრა ნიკამ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის დაალაგებული რაღაც ეგრეთ წოდებულ რუსულ ტერმინს ვიხმარ კარმუშკებად. ანუ სფეროები, სადაც ვიღაცეები აფათურებენ ხელს და აკეთებენ ფულს. ეს ფული კეთდება რაზე? ეს ფული კეთდება და რა არის ძირითადი სექტორები, რომელიც შეადგენს ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტს, ხო? და მნიშვნელოვანი სექტორები არის, ასე ვთქვათ, რაზეც არის დამოკიდებული ეკონომიკა. ეს არის ენერგეტიკა, სადაც არის კატასტროფული მდგომარეობა და თქვენ იცით, რომ არამხოლოდ გაძვირდა სამომხმარებლო ფასები 30%-ით, ანუ 5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიაზე ფასი, არამედ მოხდა ისეთი კატასტროფული რაღაცეები ამ სფეროში, რომ უბრალოდ რო დაიარო, ყველგან არის სისხლის სამართლის დანაშაულის ძალიან ცხადი ნიშნები. სეზონურ იმპორტში პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტს როცა ვახდენთ, როდესაც ადგილობრივი გენერაცია ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივ საჭიროებებს, აქ ფულს რო ვიხდით, ამ ფულს ვუხდით მათ შორის ვანო ჩხარტიშვილს. იმიტომ რომ ვანო ჩხარტიშვილი ზის რუსული ენერგოიმპორტის წილში. ჰესები რომ ნახოთ რა ხდება ჰესებთან დაკავშირებით. გაცემული არის ეგრეთ წოდებული PPA ათასობით გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები. ყავს კომპანიები, რომლებიც ვალდებულებები არ შეასრულეს, რომელსაც ჩამოაწერეს მილიარდის ვალდებულებები ენერგეტიკის სფეროში. ყავს გენერაცია ერთი, ანუ ვინც წარმოქმნის დენს და გვაყავს კიდევ დისტრიბუტორები, ხო? ამ ენერგომატარებლების ეს არის თელასი, ეს არის თბილისი ენერჯი, გაზმომარაგების კომპანიები, ორივე არის ასევე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ერთი ბიზნესმენის ხელში, ხო? ანუ ყველგან პრობლემა არის. აქ ყველგან არის პრობლემა და მთავარი პრობლემა იცით რა არის, რაც უნივერსალური არის ყველა სფეროში. ეს არის გამჭვირვალე თამაშის წესების არარსებობა. იგივე შემიძლია თქვა ენერგეტიკაში ეს არის პირველი პრობლემა და ენერგეტიკას ვახსენებ, იმიტომ რომ ენერგეტიკა მოქმედებს ყველაფერზე, ანუ ფას წარმოქმნაზე როცა ვსაუბრობთ, ენერგეტიკა და ენერგომატარებლები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც შეიძლება ძვირდებოდეს საქონელი, იმიტომ რომ დისტრიბუცია ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, წარმოება ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული და ამიტომ ძალიან მოწყვლადი არის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც აქ იწარმოება ელექტროენერგიაზე, გაზზე და საწვავზე და ასე შემდეგ. აქაც გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა და რამდენჯერმე გადავადდა, 8ჯერ გადავადდა საბალანსო ბაზრის ამოქმედება ენერგეტიკის სფეროში, რომელიც არის მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი, რომელიც იწვევს აი ამ ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ფასის გაძვირებასაც და უთანასწორო თამაშის წესებსაც ენერგეტიკის სფეროში. ეს რაღაც ცოტა რთულ სფეროს შევეხეთ, მაგრამ რისი თქმა მინდა საბოლოოდ, რომ ეს უთანასწორო და გაუმჭირვალე თამაშის წესები არის ყველა სფეროში დაწყებული ელექტროენერგიის წარმოქმნიდან გაგრძელებული სუპერმარკეტებამდე, რომელიც ბოლოს გახდა ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი სალაპარაკო თემა და სუპერმარკეტების გამოყვანა უნდოდა, ასე ვთქვათ, რაღაც მტრის ხატის შექმნა უნდოდა სუპერმარკეტებისგან, რომლებზეც ამბობდნენ, რომ აი ესენი მუშაობენო, ცუდათო, ესენი არიანო ერთმანეთთან შეკრულიო და ამის გამო უძვირდებაო ფასიო მომხმარებელსო. სინამდვილეში ქსელური სუპერმარკეტები არის საცალო ვაჭრობის მარტო 38%, თბილისში არის 54% და რეგიონში კიდე ნაკლები არის, 28% არის. ანუ ეს სუპერმარკეტები ასეთ ამინს ვერ ქმნიან რეალურად, რომ იმ ბაზარში, რომელშიც აგერ ნიკა იყო გუშინ, მაგალითად ფასის წარმოქმნაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. 38%-ია და აქაც რომ ავიღოთ, ხო, რამდენიმე მოთამაშეა, ხო? არის ორი ნაბიჯი, არის დეილი ჯგუფი, რომელიც დაუზუსტოთ ორი ნაბიჯი ვის ეკუთვნის, ეგ მნიშვნელოვანია. არ არის ჩემი აზრით არანაირად მნიშვნელოვანი. რატო არის მნიშვნელოვანი? რა შეგიცვალა შენ ახლა? ბექაურის რომ არ არის, ნიკორა მაგალითად იქ რატო არის განსხვავებული მდგომარეობა? ჩემი აზრით არ აქვს ამას მნიშვნელობა. გასაგები არგუმენტი. მაგრამ რომ თქვათ, ხო, რამდენიმე სუპერმარკეტი არის და სუპერმარკეტებზე რო ჩივიან და ლაპარაკობენ, რომ აი არისო თამაშის წესები არის უსამართლო, სანამ კობახიძე ამ კამპანიას დაიწყებდა, ხო? სამი სუპერმარკეტი ისე გაერთიანდა, რომ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ხმა არ მოუღია ამ ტრანზაქციაზე, ანუ საქართველოში ჩამოყალიბდა ყველაზე მსხვილი ქსელი
სუპერმარკეტების ისე და ყველაზე დიდი ბაზრის წილით 1/13 ისე, რომ კონკურენციის სააგენტოს უბრალოდ ხმა არ მოუღია ამ ტრანზაქციაზე და ისიც კი არ შეუფასებია ეს გავლენას მოახდენდა თუ არა სამომხმარებლო ფასებზე. და ამ ტრანზაქციიდან რამდენიმე თვეში გამოვიდნენ და ამბობენ, რომ აი ესენი არიანო ვის გამოც ფასები ძვირდებაო. სინამდვილეში ფასები ძვირდება აი ამ უთანასწორო და გაუმჭირვალე თამაშის წესების გამო, სტრუქტურული პრობლემების გამო, რომლის შეცვლაც ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა, არაფერი არ გაკეთებულა ამ სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. მეტიც, მე შემიძლია ანეკდოტური შემთხვევები გითხრათ, სადაც მათ მიერ აი დიდი ფულის ინვესტირება მოხდა სექტორში, სადაც აი სოფლის მეურნეობის სექტორი ავიღოთ. გაცილებით უფრო მეტი ფული იხარჯება იხარჯება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროზე, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს და სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში არის შემცირებული. ხნათესვა არის შემცირებული ელემენტარულად, ხო? ანუ როგორ ქვია ამას, სახნავი თუ მოხნული ფართობების რაოდენობა ქვეყანაში არის შემცირებული. პირუტყვის რაოდენობა არის შემცირებული. საქონელი, ღორი, ანუ ის რაც წესით ამ დიდი ფულის ინვესტირების მერე უნდა გაზრდილიყო, პირიქით უკუ შედეგი გვაქვს. და მე მესმის, რომ განვითარებად ეკონომიკაში ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, მაგრამ ქვეყანა რო ხარ და იმპორტზე რო ხარ დამოკიდებული და ეს იმპორტი მერე აი ამ სავალუტო თქვათ რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე შეიძლება გაძვირდეს ისე რომ შენ კომპანიამ იყიდეს საქონელი და სანამ საქართველოში ჩამოიტანე ეს საქონელი უკვე გაძვირებული გაქვს 30%-ით, იმიტომ რომ სავალუტო ფაქტორებმა და სხვადასხვა ფაქტორებმა იქ შეიძლება ტვირთი გაგეჭედა და რაღაცა გაგიძვირდა, შეიძლება საბოლოო ჯამში გაგიძვირდეს ეს პროდუქტი და მე შენ ასაკეთებ, შენც გააძვირებ ხო ამ პროდუქტს, აბა ხო არ იზარალებ და საბოლოო ჯამში მომხმარებელს მოუწევს მეტი თანხის გადახდა, მაგრამ იმპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკაში შენ ვერაფერს რო ვერ აკეთებ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ვითარება, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური თვალსაზრისით, ხო, რომ საქართველოში პროდუქტი ჩამოდიოდეს უფრო სწრაფად, იყოს საპორტო და რკინიგზის ინფრასტრუქტურა განვითარებული ისე, რომ ეს დამატებით კიდე ჯიბიდან არ აცვლიდეს ფულს მომხმარებელს. აი ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩამოყალიბდა და ეს მე ეხლა არ ვფიქრობ, რომ აქ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა არ არის ყველაზე დიდი, იმიტომ რომ 14 წელი როცა ხარ ხელისუფლებაში, შენ შეგიძლია უამრავი რაღაც გააკეთო, შეგიძლია მთები გადაატრიალო ბევრ სხვა სფეროში, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანას ეგ გაუკეთებია. ჩვენაერ პატარა ქვეყანას და პატარა მე ვამბობ ზომით სამომხმარებლო ბაზარს გაუკეთებია, ირლანდიას გაუკეთებია. პოლონეთი დიდი ქვეყანა არის, მაგრამ დიდი გარღვევა გააკეთა ბოლო წლებში, იმიტომ რომ იყო ეგრეთ წოდებული საბჭოთა ბლოკის ქვეყანა და აი დღეს არის ეკონომიკურად ერთ-ერთი წამყვანი ძალა ევროკავშირში, წარმოების თვალსაზრისით, ინოვაციების თვალსაზრისით და ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით. ამიტომ ვისაც არ უნდა შეედარო, ხო? 14 და 15 წლიან პერსპექტივაში, როცა არსებობს პოლიტიკური ნება, როცა არსებობს ხედვა და როცა არსებობს ამ ხედვის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარის მქონე გუნდი, შეიძლება უზარმაზარი რაღაცების გაკეთება და ამის მაგალითი არის ის ქვეყნები, რომელიც მე ჩამოთვალე, აღარაფერს ვიტყვი ხა ბალტიისპირეთზე და ბალტიის ქვეყნებზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ და რომლებმაც ევროკავშირში შესვლასთან ერთად მოახერხეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი ცუდიაო, ეხლა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ევროკავშირი ეკონომიკურადაც შეიძლება ცუდი იყოს და დამაზიანებელი, მაგრამ იმასაც არ გვეუბნებიან, რა უნდა იყოს საქართველო. ანუ თუ აი ლატვია ან ლიეტუვა არ გინდა რომ იყო და მას არ გინდა შეედარო, ან პოლონეთს არ გინდა შეედარო, ან იმას არ გინდა შეედარო ირლანდიას, სად მიყავარ, ხო უნდა მითხრა შენ, როცა ადამიანი ხარ, რომელიც 15 წელია ქვეყანას მართავ, ხო? დუბაი გინდა აქედან გააკეთო? კი ბატონო, შვენიერი მოდელია, მაგრამ რას აკეთებ ამისთვის, ხო? რას აკეთებ იმისთვის, რომ დააინტერესო დიდი ეკონომიკური ძალები და მოთამაშეები. მანდაც ტყუილი არის, ბოლოს ვიტყვი და გავჩერდები, ვიცი რომ გამიგრძელდა ის, რომ აქ ვიღაცა ტალეირანის ოსტატობით ცდილობს, რომ დააბალანსოს სხვადასხვა დიდი ეკონომიკური ინტერესები, არის ტყუილი, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა
ჩემი აზრით დიდწილად არსებობს აი ამ ჰიბრიდული და ჩრდილოვანი ფაქტორებიდან გამომდინარე დღეს ეს არის დღეს მთავარი ნაპერწკალი რომელიც აცოცხლებს ჩვენ ეკონომიკას იმ მდგომარეობაში რომელიც არის ეს არის ემბარგოს პირობებში მყოფი რუსეთი ეს არის გაუმჭირვალი კაპიტალის შემოდინება ეს არის კოლცენტრები ეს არის რაღაც საქონლის რეექსპორტი და ასე შემდეგ და სხვა არც ჩინური ფული არ მინახავს აქ არც არაბული ფული არ მინახავს და ნიკამ ძალიან კარგად დაადასტურა ეს კობახიძესთან დებატებზე ისე რომ ვერაფერი ვერ თქვა აბსოლუტურად აიხლართა რაღაც თავის ციფრებში არც დასავლური ფული ხო არ მინახავს და არ მინახავს ხო ბოლო დიდი ტრანზაქცია რომელიც მოხდა იყო როცა ესპანურმა აკვალიამ შეიძინა GVP სხვა არაფერი არ მინახავს იმას რომ საქართველოს როგორც ეკონომიკური მოთამაშე და აქტორი საერთაშორისო ეკონომიკის ნაწილი დღეს არის არასაინტერესო მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ინვესტიციებს აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნებში ერთი რაც მინდა აუცილებლად ვისაუბროთ ანუ რა გამოდის რომ სიტყვაზე ნიკა ობოლაძე იცის საბა მიცის მაგაკი მიცის და ირაკლი კობახიძემ არ იცის ახლა კობახიძის გენიალურობაზე ბუნებრივია არ დავიწყებ საუბარს უბრალოდ რას ემსახურებოდა ამ კომისიის შექმნა არ იცის რომ კარტელური გარიგებებია არ იცის რა სიტუაცია ბაზარზე თუ უბრალოდ ამას არ უსმენს მაგრამ მე უფრო ჩემთვის მეორე ახსნა მაქვს მოპოვებული აი საბა მახსენა პასუხისგებლობის აღება ამათ პასუხისგებლობა არ აქვს აღებული ღარიბაშვილზეც კი ანუ 14 წლის განმავლობაში არაფერზე არ აუღიათ პასუხისგებლობა არც აპირებენ არაფერს პასუხისგებლობის აღებას ყოველთვის რაღაც უტიფრული გამართლებები აქვთ მაგრამ დღის წესრიგში ნუ პირობითად რა ვიყოთ ნოემბერ-დეკემბერში ალბათ შიდა კვლევებით გაზომეს თუ უბრალოდ ქუჩაში რო გახვიდე პრინციპში და ფასებს გადახედო ერთხელ მაინც თუ ხარ ნამყოფი ბაზარში ან მაღაზიაში მიხვდები რომ ეგ პრობლემა მართლა დგას ხო და ეს დაუდგათ დღის წესრიგში და რატომღაც ჩათვალეს რომ ამ ყველაფრის აკიდებას ვინმეზე შეძლებდნენ რაღაც განტევების ვაც გამოიყვანდნენ და თან რა არის იცი რომ აი ყველაზე დიდი სისულელე ამ კომისიაში 8 წევრი იყო ხო თუ არ ვზები 8 წევრიდან 7 მილიონერია და მაღაზიაში ბოლოს როდის იყვნენ ნუ აი ვივარაუდებ რომ ძალიან დიდი ხნის წინ ხო ხა ძალიან მეეჭობა ნავთლუღის ბაზრობას ეგენი გასულიყვენ იმისთვის რომ დილა უთენია მარწყვი ეყიდათ შეღავათიან ფასად იყვნენ მილიონერები კაცო მაგაში საერთოდ არ არის ამერიკის კონგრესშიც ბევრი მილიონერია მაგრამ ჩვენც გვასწავლონ ფული როგორ კეთდება მაშინ აქ მუღამ იმაშია რომ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს ეს მილიონები როგორ შედგა და შეიძლება მარკ ცუკერბერგი მილიონერები კი არ არის ცეხავიკები არიან პრობლემა ეგ არის ცეხავიკები არიან ეგა პრობლემა თორემ მარკ ცუკერბერგთან ხო არ გაქვს შენ პრეტენზიები ან ხუჩა კვარაცხელიასთან როგორ იჩოვა ფული გასაგებია ყველაფერი მაგრამ მოდი ამ იმასო დაუბრუნდეთ აი რატო შეიქმნა ეს კომისია და რა უძღოდა წინ და შენიათ რამდენად თქვენი აზრით რამდენად გაამართლა ამ ყველაფერს ესე იგი ამ კითხვაზე დავიწყებ პასუხისგაცემას აი საბამ როგორც თქვა რა ხედვა არა აქვს თავარი არის ეს რა როგორც საბამ დაიწყო რომ ანუ ჯამში ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი ხედვა როგორ მართოს ქვეყანა და რატო უნდა მართოს და რა უნდა რომ გააკეთოს ერთი ხედვის გარდა უნდა რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ამ დროს აკეთებს მოკლევადიან ტრიუკებს ყოველთვის ანუ ხედვა როგორ განვითარდეს ეკონომიკა როგორ მართოს ქვეყანა საწაიყონოს ქვეყანა ეს ხედვა არ აქვს რა აქვს გამოცდილება რომ წინა 2-3 წელიწადში ბჭყალებში კარგად შეგვისრულა რაღაც PR კამპანიები რაღაც ეტაპზე კვლევა დაიდო თქვა რომ ხალხს აწუხებს გაჭირვება ხალხს აწუხებს ფასები და ასე შემდეგ მაშინ დეკემბერში ჩათვალეს რომ კარგ ფორმაში იყვნენ და მოდი ესეც შევუსრულოთ ამათ იქნება ეს ოპოზიცია თუ ხალხი თემა წამოწიეს და თქვეს რომ მოდი იმდენი გავაკეთოთ რომ ეს თემა ჩვენც ავწიოთ და ვთქვათ პიარულად შევფუთოთ და შევასრულოთ რა ანუ და საბოლოო ჯამში ეს იყო ჩემი აზრს გეუბნებით რომ ეს იყო ერთი არაკომპეტენტურობის და მეორე გათავხედების შედეგი ანუ ჯერ გათავხედდნენ იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გაუვიდათ თუნდაც ის პროპაგანდისტული რაღაცები საბოლოო ჯამში ადამიანი როცა გეუბნება ხა სუპი მაგ და სუპს ჭამო და ქართული ოცნების ხარდაჭერია შეიძლება ქართული ოცნების რაღაც უმაღლეს რიგებში თქვან რომ ანახე რაღაცები გაგვდის და მოდი კიდე აბა სადამდე გაგვივა მოდი აბა ერთი ტრიუკი კიდე ჩავატაროთ და აიღეს ეს თემა თქვენს რომ მოდი ჩვენ ვიავიღოთ თავარი პრობლემა და აი
ჩვენიც მაინც თქვა რომ ჩვენ შევეჭიდეთ. ეხლა რამდენად გამოგვივა თუ რა დაგვიჯდება მე ვნახოთ, მაგრამ ჩვენ შევეჭიდოთ და ისევ ხალხი იტყვის რომ აი ნახე ისევ ესენი შეეჭიდნენ. შეეჭიდნენ თემას, მე საბოლოო ჯამში 4-5 თვეში ეთყობა დათვალეს და თქვეს რომ ეხლა ეს სქემები რო დავარღვიოთ, გვიჯდება ასეულობით მილიონი ლარი და ქვეყანას ესე ვერ გადავიყვანთ და მარტო ქვეყანას აქვს ორი ბიუჯეტი არის. ერთი ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტი და მეორე ბიუჯეტი აი ამ სქემებით, აი ამ კარმუშკებით, აი ამ გადანაწილებებით ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, ვინც სინამდვილეში სახელმწიფოს გაგრძელებები არიან და სარგებლობენ ამ ყველაფრით, რომ კონკურენცია არ არის, ან ნაკლები არის და აი ამით იღებენ ზუსტად იმ ზედმეტმოგებას, რაც თავისუფალი ბაზრის პირობებში არ იქნებოდა. და მე დათვალეს და თქვეს რომ ეხა ამის დანგრევას ჯობია ისე ვთქვათ რომ აი რაღაცა გამოვიტანოთ 10 პროდუქტი, წიწიბურა, შაქარი, პური და ვთქვათ რომ აი სოციალურ პაკეტზე რაღაც შემცირდება და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ მოკლედ რო გითხრათ, ერთი არის რომ გათავხედდნენ, წინა წლებში იმდენი რამე გაუვიდათ. მეორე რომ ჩათვალეს, ანუ გათავხედდნენ იმიტომ რომ ჩათვალეს რომ პოლიტიკური ოპოზიცია თუ ასე შემდეგ სუსტად გამოიყურებოდა და მეორე არაკომპეტენტურები არიან ნამდვილად ეკონომიკაში და ამიტომ ეს ყველაფერი გააკეთეს. კი, სხვა სფეროებში შეიძლება პირდაპირ გეტყვით რომ პროპაგანდაში, ადამიანების დაჭერაში და რაღაცებში შეიძლება ძალიან კომპეტენტურები არიან, მაგრამ აი ეკონომიკაში ნამდვილად არაკომპეტენტურები არიან და ეს ყველაფერი როდის ხდება? ხდება მაშინ, როცა არ აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა. სადამდე გინდა მიიყვანო ქვეყანა, რა გინდა რომ გააკეთო აქედან, როგორ უნდა განავითარო ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა განავითარო სხვადასხვა სფეროები და საბოლოო ჯამში რა შედეგამდე უნდა გახვიდე. აი ამის ნული ხედვა აქვს. არაფერი მსგავსი არ აინტერესებთ, თავარი არის რომ არ დაკარგონ ხელისუფლება და ამიტომ ეს მოკლევადიანი რაღაც PR კამპანიები აი ამ შედეგს იღებს. ბატონო, კი თქვენს ფიქრით. ხო, მე შევეცდები რამოდენიმე კუთხით დაგანახოთ ეს საკითხი. პირველ რიგში რაღაც ეკონომიკურ შეფასებას მივცემ იმისას, თუ რა დაუკვეთეს კომისიას, რა გააკეთა კომისიამ და რა მივიღეთ საბოლოო ჯამში. მე გავბედავდა ასევე რაღაც პოლიტიკურ შეფასებასაც გავაკეთებ უპარტიო პოლიტიკოსების ჩვენ თუ ვაკეთებთ თქვენ რა. და ასევე ხო რაღაც რაც ითქვა, ამასაც შევეცდები რომ ეკონომიკურ ჩარჩოში მოვათავსო და მოვაქციო. კომისიამ ძირითადი აქცენტი აქედან დავიწყებ მე ჩემს მსჯელობას, ძირითადი ფოკუსი კომისიის იყო რაღაც სასურსათო პროდუქციის მიწოდების ჯაჭვზე. მაშინ როდესაც სწავლობდა საკითხს სასურსათო ფასები დონე რატომ გაიზარდა საქართველოში, ხო? და მთელი ეს ფოკუსი იყო აი მიწოდების ჯაჭვში რა ხდება, ისიც საბითუმო რაღაც ქსელიდან დაწყებული საცალო ქსელის ჩათვლით დასრულებული. აი ეს პროცესი შევისწავლეთ კარგად, თავისი ქეშბეკებით, თავისი რაღაცა ტექნიკური დეტალებით. მთელი ეს პროცესი იყო. კომისია არაფერი არ თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რაღაც მიწოდების ჯაჭვს იხილავ აქ ამ კონტექსტში მომხმარებლის გარეშე ამ მიწოდების ჯაჭვის განხილვა არის სრული სისულელე, იმიტომ რომ ბაზარზე ორი ძალაა. ერთია მომხმარებელი, რომელიც თავარი მდგენელია და დაკვეთას იძლევა. მეორე არის წარმოებელი, მიმწოდებელი, ხო? და ფასი ერთობლივად ყალიბდება სინამდვილეში. ეს არის მნიშვნელოვანი მდგენელი კომპონენტი. აი ხა მოდი მე დაუბრუნდები კობახიძის ნათქვამს დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ კომპონენტს გამოვიყენებ მისი ნათქვამიდან, ხო, რომ კონკრეტული სახეობის პროდუქციაზე ფასნამატი არისო 86 თუ 87%-ია. მან ეს გააკეთა და რატო ხდება ასეო? მან ისეთნაირად მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, რომ თითქოს ევროპაში უფრო დაბალი ფასებია ვიდრე საქართველოში. ეს იყო საუკუნის ტყუილი, ესეთი რაღაცა არ არის. და ეს ადვილად გადამოწმებადია, რომ ევროპაში უფრო მაღალია ფასები ვიდრე საქართველოში. ვერ იქნება სხვანაირად უბრალოდ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საფრანგეთი და გერმანია.
და მისი გადამოწმება ბევრი სტატისტიკური პლატფორმით შეიძლება. საქმე ის არის, რომ რასაც მომხმარებელი ყიდულობს, ის არ ითვლება იმ პროდუქციით, რაც კობახიზემ ჩამოთვალა. ანუ ცალკეული სახეობის რაღაცა პროდუქტები, ხო, რომელზეც ფასები შეიძლება მართლაც მაღალი იყოს საქართველოში. საქმე არის მომხმარებლის სტრუქტურაში. რატომ არის ასეთ პროდუქციაზე ფასი მაღალი, ხოლო დანარჩენი სახეობის პროდუქციაზე შედარებით დაბალი, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკური მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ჯამში. ბრინჯი შეიძლება იყოს 5 ლარიანიც, 7 ლარიანიც, 10 ლარიანიც, 25 ლარიანიც და 50 ლარიანიც, ხო? შესაბამისად, წარმოებელი 50 ლარიან ბრინჯს ვერ გააიაფებს ისე, რომ მეტი მომხმარებელი მოიზიდოს გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სტრუქტურა ქვეყანაში არის ისეთი, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს ფიქსირებული კალათა, რომელიც უნდა გადაანაწილოს და ამყოფინოს თავის ოჯახს ეს სასურსათო კალათა, ანუ მას ვარიაციის შესაძლებლობა აქ არ აქვს. ამიტომაც ბაზარი არის განაწილებული ისე, როგორც არის მომხმარებლის გათვალისწინებით და მომხმარებლის ამოგდება ამ ისტორიიდან, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, როდესაც სწავლობ ამ საკითხს. ახლა გადავიდეთ შემდეგ კომპონენტზე. როდესაც ფასების დონეს იკვლევ, არ შეიძლება აი ამ მიკრო ჭრილში ჩაიკეტო და ამ სურათიდან არ გამოხვიდე. სასურსათო პროდუქციის ფასების დონეზე არ ახდენს გავლენას მხოლოდ კონკრეტული მიწოდების ჯაჭვი ან მოცემულ მომენტში მოთხოვნა. ეს შეიძლება იყოს ფასი ერთ პროდუქციაზე, მაგრამ არა ფასების დონეზე. რომ ეს ფასების დონეზე გადავიტანოთ მთლიანობაში. იმპორტის სტრუქტურა არის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ამაზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა. ვინ არიან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ამ საკითხში, როცა სასურსათო პროდუქციას ეხება? რუსეთი, თურქეთი, ირანი. გადახედეთ ამ სამი ქვეყანას. იქ მიდის თუ არა ბოლო პერიოდში ინფლაციური პროცესები? ხო? ცხადია, სახეზეა, ხო? და როცა შენ ამ სამ ქვეყანაზე ხარ კონცენტრირებული და არ გაქვს დივერსიფიცირებული ეს პროცესი, ცხადია, რომ გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ფასზე. ექსპორტის სტრუქტურაც ახდენს გავლენას. რატომ არის საქონლის ხორცი მაღალი, საქონლის ხორცზე ფასი მაღალი საქართველოში? ხო? ნუ ახლა 10 ლარი არ ღირს ნამდვილად 9 კილოგრამი საქონლის ხორცი. ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ საქონლის ხორცის მაღალი ექსპორტია საქართველოსდან თურქეთში და ეს ექსპორტი თავისთავად ცხადია, რომ ფას კონკრეტული დასახელების საქონელზე ზრდის. აქედანაც უნდა გამოვიდეთ და ახლა უფრო დიდ მაკროჭრილში უნდა შევხედოთ საკითხს. რა ახდენს გავლენას ფასების დონეზე? პირველ რიგში ეს არის მოლოდინების ფაქტორი. უკვე გადავდივარ მთლიანად მაკრო კონტექსტზე. როდესაც არიცი ხვალ რა მოხდება, როდესაც მიგაჩნია, რომ ხელისუფლებაში თლად დალაგებული ხალხი არ არის, როდესაც ხედავ უბრალოდ ხვალინდელი დღე როგორი იქნება, არიცი, ცხადია, რომ შენი გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში ეს აისახება და ფასში ეს ინფორმაცია არის ასახული ყოველთვის. იმიტომ რომ რაციონალური მოლოდინების ჭრილში თუ ავიღებთ, ხო? რეალურად ფასი არის ის, რისი მოლოდინის მაქვს მე დღეს. მაგალითად, თუ გავწყვეტინეთ პოლიტიკური რისკები, რომელსაც შეიძლება არა, მაგას ამბობდით, ხო? არა, ჯერ არ ამბობ. მოლოდინებზე პოლიტიკურ რისკებზე ამბობთ, რომ ეს ფასში აისახება. მათ შორის პოლიტიკური რისკები. კი, მე მაგალითს გეტყვით. მაგალითად, თუ გაქვს მოლოდინი, რომ ხვალ ლარი გაუფასურდება, მითიხარ და ახურდავებ ლარს. რაც ნიშნავს, რომ ლარი დღეს უფასურდება. ანუ ის რომ ლარი გაუფასურდა, ეს მოლოდინები არის უკვე ამ ფასში ასახული. მათ შორის აქ იგულისხმება ცხადია პოლიტიკური რისკები. ეს საერთოდ კომისიაზე შეხება არ ქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? შემდეგი საკითხი ითქვა,
მე ვიცი, თქვენ იცით, ყველა მიცის და ოცნებამაც კარგად იცის და ეს არის საერთო ცოდნა, რომ ქვეყანაში არის მაღალი კორუფცია. და როგორ გეკადრებათ საერთაშორისო რეიტინგებით ვანგრევთ ყველაფერს. უბრალოდ ღარიბაშვილი და ბურჭულაძე დაჭერილები არიან და ლილუაშვილი მაგბრალდებით. ხო, და ამ კორუფციის გარდა ვიცით რომ არსებობს რაღაც სალაროები, ხო, სხვადასხვა ფერის. ხო, შესაბამისად ცხადია რომ ეს არის რაღაცა გადასახადების გარდა ცალკე შექმნილი რაღაც არასაგადასახადო შემოსავალი, რომელიც კონკრეტული მიზნებისთვის იხარჯება და რაც უფრო მაღალია საგადასახადო თუ არასაგადასახადო წნეხი, ეს გავლენას ახდენს თლიანობაში ფასების დონეზე და მივაბობ ამ სურათს ამ საკითხსაც რომ თუ თქვა პირობითად სამშენებლო მასალებზე ფასები იზრდება 5%-ით, სასურსათო პროდუქციაზე გაიზრდება 7-8%-ით, გამომდინარე სპეციფიკიდან, ხომ? სასურსათო პროდუქციის ამ ხრივ. შემდეგი საკითხი უკავშირდება ფისკალურ პოლიტიკას. საერთოდ არაფერი არ თქმულა, არადა ფისკალურ პოლიტიკაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო თუ როგორ ახდენს ის გავლენას სინამდვილეში ფასების დონეზე და ის ძალიან ახდენს გავლენას. არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებზე გავლენას ახდენს სხვა ტიპის საქონლის ფასებზე არსებული სიტუაცია. აი ბერეკაშვილს ხო აქვს სამშენებლო ბიზნესი, აი სამშენებლო ბიზნესში რომ თქვათ უძრავი ქონების ფასები იზრდება, ცხადია რომ ეს გავლენას ახდენს სასურსათო პროდუქციის ფასებზე. და ბოლოს ინსტანცია არის, რა თქმა უნდა, ცენტრალური ბანკი. ცენტრალური ბანკის გარეშე ამ ისტორიის გახილვა საერთოდ წარმოუდგენელია. ინფორმაციის დონეზეც კი არ მოგვისმენია ჩვენ ცენტრალური ბანკიდან წარმომადგენლის რაღაც ინფორმაცია მაინც რომ რაღაცა ეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად რა შეისწავლა კომისიამ ამასთან დაკავშირებით? ეკონომიკური შეფასება რა არის? არც არაფერი. მიწოდების ჯაჭვში რაღაც საკითხები უფრო ტექნიკური ხასიათის გავარკვიეთ. ეს არის და ეს. ასე კომისიას ნამდვილად არა აქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ ფასების დონე საქართველოში რატომ იზრდება. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ პოლიტიკურ ნაწილს, ხო, ამ საკითხის. კი, ითქვა ეს და ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ მე უფრო მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო რაღაცა გუნდური საერთო გადაწყვეტილება, როდესაც კობახიძემ დეკემბერში ილაპარაკა ის, რაც ილაპარაკა. ვფიქრობ, რომ თავად სურდა კაპიტალიზაცია რაღაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან დაინახა, რომ ის მომხრეებშიც ეს თემა იყო საკმაოდ გრძნობიარე და სენსიტიური და თქვა ის, რაც თქვა და იფიქრა, რომ აქვს ახლა რაღაცა კანბლაში ქულებით აწევა უნდა გასაგებია. ზედმეტი ხო რაღაცა ნდობით სარგებლობს იმის წინაშე და ტრიუქს გააკეთა. ხო, და დააპირა კაპიტალიზაცია ამ საკითხზე. და შესაბამისად იკადრა ტყუილი. ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა, რომ კობახიძე ტყუის. ის სულ ტყუის, ყოველთვის. ის ამბობს ტყუილს. როგორ გეკადრება? სიმართლეს იძახის, უბრალოდ ფაქტები არ მიყვებიან ხოლმე ბატონო. ის ამბობს აუცილებლად ტყუილს და მერე მთელმა საზოგადოებამ უნდა ამტკიცოს ის, რომ ანუ იმსჯელოს ამაზე, რომ რა ქვია, ეს ტყუილი სწორია, არასწორია თუ არა. კომისიამ ის რა დასკვნაც დადო, ეს არის აბსოლუტურად იმის საპირისპირო, რაც პრინციპში კობახიძეს უნდოდა, რაც ნიშნავს, რომ კობახიძის ინტერესები პირიქით საპირისპიროთ იქნა დანახული კომისიის დასკვნაში, საპირისპირო რამ მოხდა, რაც მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა ალბათ ამით განაცხადი გააკეთა, რომ პრინციპში დროის საკითხია. შენ რამდენი ხანი იქნები კიდევ აქ პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ეს საქმე სავარაუდოდ უკვე გადაწყვეტილია ამ დასკვნიდან გამომდინარე. ეგ საინტერესოა მეთქვით, საბა რას ფიქრობ კომისიაზე და მის საქმიანობაზე? თან რაც ხა ბატონმა ბოლოს თქვა, ეგეც
საინტერესოა გაჟღერდა მსგავსი მოსაზრებით, იმიტომ მართლაც კომისიის დასკვნა, ფაქტობრივად დასკვნა არ იყო, ხო? ყველაფერაც კობახიძემ თქვა, ამის საწინააღმდეგოდ თქვენს ის, რასაც კობახიძემ რო თქვა, ამბობდა ძალიან ბევრი ნეიტრალური ადამიანი, ხო? აი დაახლოებით იგივეს ამბობდა ნიკაიძე. მე თავიდანვე აბსურდულად მიმაჩნდა დასახული მიზანი ამ კამპანიის. ფასების შემცირება განსაკუთრებით მოკლევადიან, საშუალოვადიან პერიოდში შემისწორებს ბატონი აკაკი თუ მეშლება, მე არ ვარ ეკონომისტი, არის აბსურდი და ტყუილი. ანუ გააჩინა არასწორი მოლოდინი თავიდანვე, იმიტომ რომ მე რომ მოვიდე ხვალ ხელისუფლებაში, გულწრფელად და პირდაპირ ვამბობ, რომ 2 და 3 თვეში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირებას თუ ვინმეს დავპირდები, ეს იქნება ტყუილი, რასაც მე არ გავაკეთებ. და ამიტომ ამ მოლოდინის გაჩენაც თავის მხრივ ძალიან დიდი გულუბრყვილობა იყო, პოლიტიკური დანაშაული იყო იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც აი წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ თითოეული გაძვირება ნიშნავს ამ ადამიანების ცხოვრების გაუარესებას. ამიტომ ეს მიზანი ამ კამპანიის იყო აბსურდული, აბსოლუტურად და მე რაც ვნახე ამ დასკვნაში, მე ამას უწოდე ვერბალური დიარეა, იმიტომ რომ 106 გვერდი სრული ბოდვა. ვისთვის იყო ეს გაკეთებული? ვისთვის იყო ეს რაღაცა ერთმანეთთან ყელყელაობა და თავის მოწონება იყო ეს კომისია, იქ რო შექმნეს პროცესი, სადაც ვიბარებდნენ ვიღაცებს და ტუქსავდნენ და ამას აჩვენებდნენ სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები. მე უყურებდი ამ პროცესს, ვადევნებდი თვალყურს, მათ შორის ამ კომისიის სხდომებს და ხედავდი როგორ იყო მცდელობები იქ რომ ვიღაცები დაეტუქსათ. უბრალოდ იქ ეხა ვინ უნდა დაგტუქსოს, ხო? იქ ისეთი პოლიტიკური არარაობების ხედან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ დატუქსვასაც კი ვერ ახერხებდნენ იმისთვის, რომ ეს რაღაცა შოუ შეექმნა. შეიძლება ჩანაფიქრი ეს ყოფილიყო და პროდუქტი საბოლოოდ ამ დასკვნის სახით გამოვიდა სრულიად ამორფული, არა შედეგზე ორიენტირებული სისულელე, იმიტომ რომ ნახოთ რეკომენდაციები ამ დოკუმენტების უბრალოდ ვერ ამოიკითხავთ რა უნდათ, ვერ ამოიკითხავთ რა არის ის ნაბიჯები, რაც აი ამ ხანგრძლივი შრომის და ჯაფის შედეგად უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ფასები იქნას დაწეული. სინამდვილეში პარადიგმატულად რო შევხედოთ, ხო? ფასების დაწევა კი არ უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა. რა ხელისუფლების საქმე არის, როცა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის, ფასების დაწევაზე თან მოკლევადიანია, საშუალოვადიანი ინტერვენციები, ხო? ჩვენი ამოცანა უნდა იყოს შემოსავლის ზრდა. შემოსავლის ზრდა არის საშუალო ხელფასის, რეალური საშუალო ხელფასის ზრდა და ადამიანების და ოჯახების შემოსავლის ზრდა უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა. რასაც მოკლევადიან ჭრილში ასევე ვერ გააკეთებს, მაგრამ მოკლევადიანად არის არსებობს ფაქტორები, რაც აუცილებელი არის იმისთვის, რომ ქარიშხალი არ გქონდეს ქვეყანაში, რომ ფული შემოვიდეს, ცოდნა შემოვიდეს და რაღაცა გააკეთო შენ ამისგან. და როცა შემოსავლის ზრდის და ხელფასის ზრდის კუთხით შენ ვერაფერს ვერ ამბობ, რისი გაკეთება შეგიძლია, ამიტომ ამბობ მე რომ არსებობს ვიღაცა ცუდი ჯგუფი, ვინც ზის ქართველი სასურსათო მასონები, რომლებიც ხედან და შენ ფასებს გიძვირებენ, რაც არის ბოდვა სრული და ტყუილი და ახლა შემოსავლის ზრდის კუთხით არაფერი რომ არ გაკეთებულა, ხო? მინდა გადახედოთ სექტორებს ჩვენი ეკონომიკის სადრა ვითარება არის. საშუალო ხელფასი და მედიანურ ხელფასს შორის არის უდიდესი აცდენა. მედიანური ხელფასი არის საქართველოში ყველაზე გავრცელებული შემოსავლის ყველაზე ადეკვატური შეფასება და ოფიციალური სტატისტიკითაც შემისწორებს ბატონი აკაკი თუ მეშლება 30%-ით ჩამორჩება საუკეთესო შემთხვევაში საშუალო ხელფასს, რასაც საქსტატი ამბობს. სადაც 2300 ლარის ფარგლებში არის საშუალო ხელფასი და მედიანური ხელფასი არის სადღაც 1500 ლარის ფარგლებში. არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ ბოლო მონაცემებით ეგრეა, მაგრამ ბოლო მონაცემი ძალიან ადრინდელია. ძალიან ძველია და რეალური მედიანური ხელფასი არის სადღაც 1000 ლარის 800-დან 1000 ლარამდე არის ყველაზე გავრცელებული ასე ვთქვათ ხელფასი ასეთი არის დაქირავებით დასაქმებულებს როცა ვლაპარაკობ და საჯარო სექტორშიც კი სადაც ეტაპობრივად ზრდიან ამ შემოსავალს იქ ნახონ
კერძო სექტორსო თავი დავანებოთ. იქ ნახონ რა კატასტროფული მდგომარეობაა. საჯარო სექტორში მედიანური ხელფასი არის კიდევ უარესი. სექტორების მიხედვით რო ნახოთ, არის კიდევ უარესი. ბაღის აღმზრდელებს აქვთ 400 და 500 ლარი. სკოლის პედაგოგებს აქვთ არაუმეტეს 800 ლარისა ბევრ რეგიონში. არაუმეტეს 1000 ლარისა რო არ შემეშალოს, არ მიყვარს ხოლმე რაღაც უზუსტობის თქმა. და როცა შენ არ გაგაჩნია იმის რესურსი, რომ აი ამ გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებით ადამიანებს გაუზარდო შემოსავალი, მე აი ამ ტყუილებში იხლარდები. სინამდვილეში რა ჭირდება ეკონომიკას, რა ჭირდება მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში რა გჭირდება, მსჯელობა და საუბარი იმაზე, სად უნდა წავიდეს ჩვენი ეკონომიკა. ეს არის ძალიან ლოკალური საუბარი, რომ ფასები გაძვირდა, კვერცხი 2 თეთრი, 5 თეთრი, რძე 5 ლარი, 4 ლარი, აი ამ დისკუსიაში ვართ. სინამდვილეში ერთხელ მაინც მოგისმენიათ ყობახიძისგან ან ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენლისგან, რას აპირებენ რომ გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანების შემოსავალი გაიზარდოს. და ამაზე პასუხი ყობახიძემ სულ რომ მითხრას, მე არაფერში არ მჭირდება, იმიტომ რომ მე ივანიშვილისგან მაქვს პასუხი მოსმენილი უფრო ზედა ინსტანციისგან, რომელმაც წლების წინ თქვა, აქ უახლოეს წლებში არაფერი არ იქნება, გინდა უფრო დიდი შემოსავალი, წადი და სხვაგან მიიღე უფრო დიდი შემოსავალი. აი ეს არის ის რეალობა, რომელშიც ეს ხალხი გვაცხოვრებს და მე არ მინდა რომ წავიდე, იმიტომ რომ მე მგონია რომ 14 და 15 წელი ხელისუფლებაში ყოფნის არის იმხელა პერიოდი, რომ შენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესო ადამიანების ცხოვრება. მნიშვნელოვნად გარღვევები მოახდინო განათლებაშიც, ჯანდაცვაშიც, რაც ყველაზე მეტად აისახება მე ეს ეკონომიკაში, იმიტომ რომ ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის, ჩვენი ოქროს ფონდი სამუშაო ძალის არის ბოლო წლებში გასული. ბოლო წლებში გასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის 35 წელს ქვემოთ. ანუ ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი ჩვენი სამუშაო ძალის. და აქ რა რეალობაც არის, ეს ყველამ კარგად იცის, ხო? იმხელა ასიმეტრია არის თან სექტორებს შორის, რომ აი რაღაც საბანკო სექტორი არის და კიდე აზარტული თამაშების სექტორი არის, სადაც უფრო აი მნიშვნელოვნად მაღალი ხელფასები არის, საფინანსო, აი ეს აზარტული თამაშების სფერო და არ ვიცი კიდე ICT სექტორი არის. ICT საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი, სადაც არის მაღალი შემოსავლები. სხვა დანარჩენი მიმართულებით შემოსავლებიც დაბალი არის და პერსპექტივები არის კიდევ უფრო მძიმე, იმიტომ რომ არ კეთდება რეალურად არაფერი. წარმოება წლები ლაპარაკობდნენ იმპორტის ჩანაცვლებაზე და ჩვენ აი რატო უნდა ვჭამდეთ შემოტანილს, რატო უნდა მოვიხმარდეთ შემოტანილს, ამას ამბობდნენ, შეიძლება კეთილშობილი მიზნები ქონდეს, მაგრამ ამ მიმართულებითაც ხო ვნახეთ, რომ ტოტალურად ჩაისვარეს, ხო? და იმპორტის ეფექტური ჩანაცვლება ვერ ხდება დღეს. შეიძლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვერაფერი ვერ გააკეთო, მაგრამ სადღაც წარმოების კუთხით გქონდეს მნიშვნელოვანი გარღვევა, ხო? და ჩვენთან თანაბრად მძიმე მდგომარეობაში არის ყველა სექტორი. სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გამოშვება ხო მძიმე მდგომარეობაში არის. წარმოება, რა ვიცი, იდენტურად მძიმე მდგომარეობაში არის, არაფერი არის წარმოება. სერვისების ინდუსტრია, სადაც განვითარებული ეკონომიკების ყველაზე დიდი წილი მოდის სერვისებზე, ხო, უფრო განვითარებულ და უფრო ინტელექტუალურ სფეროებზე ეკონომიკის. აქაც არ ვიცი, ერთ-ერთი რაც მახსენდება და შემეძლია თქვა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვითარდება და საერთაშორისო კონკურენციის მიუხედავად ვითარდება, ეს არის აზარტული თამაშების სფერო, სადაც ცოდნისაც და სერვისების ექსპორტსაც საქართველოს ახორციელებს, თუმცა რა ვიცი, მე მგონია, რომ უფრო მეტი შეგვიძლია როგორც ერს, ვიდრე ის, რომ აზარტულ თამაშებზე და აზარტული თამაშების ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული. ბევრად მეტი რაღაც გაკეთება შეგვიძლია, თუმცა ეს სფეროც რო ვითარდება, ეგეც რასაკვირველია, კარგია და ფული თუ არ შემოვა და ამ ფულთან ერთად ცოდნა თუ არ შემოვა, აგერ ამ ცეხავიკების ფულით არაფერი რო არ კეთდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ხალხმა რა იცის? და მე მათ დიდ ნაწილს არ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ არც იციან სხვა რაღაცის კეთება, ხო? ეს არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქმის და ბიზნესის კეთების სტილი, სადაც უფრო გასაგებ რაღაცეებში ხდება ინვესტირება. ეს არის უძრავი ქონება, დავანგრიე, ავაშენე, ვიყიდე, გავყიდე და სახელმწიფო ქონება დავაპრიხვატიზე, რაღაცა ტრანსფორმაცია გავაკეთე და რაღაც შევფუთე და იმას ვქენი. აი ეს არის
ეკონომიკის კეთების სტილი აქვს და ეგ ვერაფერს ვერ ქმნის. საბოლოო ჯამში რაც გამოიწვია ამან არის ის რომ ამ სექტორშიც კი მივიღეთ რაღაც მტაცებლური და კატასტროფული გარემო, იმიტომ რომ სამშენებლო დეველოპერული სფერო, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის 25%, ყოველ შემთხვევაში თბილისში ნამდვილად 25% არის 1/4 ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის და მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება ცოტა ნაკლები არის. მაგრამ ეს სფერო გადაიქცა არა შესაძლებლობების შექმნის სივრცეთ, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის განადგურების სივრცეთ, იმიტომ რომ პარკში აგიშენებ 7 საათამჯენს, ქსაცობში გაგჭედავ, გაუსაძლეს გავხდი აქ ცხოვრებას, შენი სახლის წინ ავაშენებ ბეტონის ფარდას და ამაში არის გადასული ეს ყველაფერი. და ნუ აქ ფლანკის სფერო არის და სამწუხაროდ საბაზრო ეკონომიკას საჯარო სივრცესთან მიმართებაში ახასიათებს თამაშის წესების ბოროტად გამოყენება და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. დეველოპერული სფერო, რომელიც არის კორუფციის და უპერსპექტივობის სიმბოლო, რომლის მთავარი სახეხატიც და მფარველიც არის კალაძე, რომელიც ამ ყველაფრიდან მდიდრდება. ვერც ეკონომიკას ვერ ავითარებენ. ყავთ აი ამ არ ვიცი, მოკლევადიან ნარკოტიკზე, რასაც ქვია ეს დეველოპერულ სექტორში ჩასხმული ფული, რომელიც საბოლოო ჯამში არის ჩვენი ჯანმრთელობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ფიზიკურისაც და ფსიქიკურისაც და რომლის დაფინანსებაც ისევ მოგვიწევს ჩვენ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, როცა არაჯანსაღ საცხოვრებელ გარემოში მოგვიწევს დიდი ხანი ცხოვრება. აი, მოკლედ რო შევაჯამო, ჯამში ეს არ არის ფასების ამბავი და როგორც ბატონ მაკაკი თქვა, უბრალოდ ფასებში მოკლე დისტანციაზე მიწოდების ჯაჭვი როგორია. ეგრე კი არ არის საქმე. საქმე არის ისე, საქართველოში ცხოვრების დონე შეიძლება იყოს თუ არა უკეთესი, მყიდველთუნარიანობა ადამიანებს შეიძლება ქონდეთ უფრო მაღალი თუ არა. აი, ეგრე არის საქმე უნდა დადგეს ეგრე და მაგაზე პასუხი არის რომ შეიძლება. კი, შეიძლება. პირველ რიგში ზუსტად ეს სქემების ეკონომიკა არის ფასი, რასაც იხდის საქართველოს მოსახლეობა. მეორე რიგში პოლიტიკური რისკები არის, თუნდაც რომ საბაზრო ეკონომიკა არსებობდეს. პოლიტიკური რისკები არის ის ფასი, რასაც ინვესტორი ითხოვს რომ მიიღოს, რომ თქვენ ახლა რისკიანი ქვეყანა ხართ და ამიტომ მე მაღალი მოგების მარჟა უნდა მქონდეს. მესამე რიგში ის რომ საქართველოში არ არის და უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, რომ საბანკო სფეროში იყოს მეტი კონკურენცია, რომ იყოს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები, იმიტომ რომ იგივე თუნდაც მარკეტებთან დაკავშირებით, ვინც ფუნქციონირებს აი ამ საბანკო კრედიტებით, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ეს ბანკები არიან არა მსესხებლები, არამედ მთავარი ინვესტორები და მოგების უდიდესი ნაწილი ზუსტად აი ამ ბანკებში მიდის, იმიტომ რომ საქართველოში კაპიტალის მიწოდების აი ეს ამ ორ ბანკს აქვს ძირითადად, ხო, განსაკუთრებით საქართველოს ბანკზეა საუბარი. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ეს სქემა არის ისე აწყობილი საქართველოს ეკონომიკა, რომ არის თავარი არის, რომ არის ნაკლები კონკურენცია და მეტი პირადი ნაცნობობა, მეტი ერთმანეთთან დალაგებული სქემები, რის ფასსაც იხდის საქართველოს მოსახლეობა. ეს არის ერთი. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მაგალითად გვინდა რომ პროდუქცია დაეწიოს ფასებმა, ხო და ამ დროს 10 წელიწადია დასავლეთ საქართველოში ფაროსანა ვერ დაამარცხეს და თუ არ დაამარცხეს, არ ვიცი, ანუ ვითომ წამლავენ, საბოლოო ჯამში არ წამლავენ და მართლა პრობლემა არის, ანუ ადამიანებს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში პრობლემა აქვს, რომ 10 წელიწადია აქვთ ფაროსანას პრობლემა, ვერ მოგვარდა. აი საბამისაუბრა დეველოპმენტზე, აი რა თქმა უნდა გაგვეზარდოს შემოსავალი. ის რაც დამართეს ბათუმს, როდესაც ბათუმი უნდა ყოფილიყო აი მაღალწყიდველთუნარიანი ტურისტების ადგილი, უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო ისეთი ადგილი, სადაც გაცილებით მეტი ფული შემოვიდოდა და უფრო მაღალი ხარჯველი ტურისტები შემოვიდოდნენ, ისე ააშენეს კორპუსები, ისე არც ერთი პარკინგი არ გაუკეთეს და ისე გააკეთეს ეს, ანუ ქალაქი, რომ გადაადგილება არის შეუძლებელი, მანქანით გადაადგილება მით უმეტეს და საბოლოო ჯამში არის ანუ აღარ არის ის სერვისი და მიწოდება, რაც უნდა იყოს და ესაც აისახება შემოსავალზე, ხო? რამდენჯერმე ვთქვი, ქუთაისში, რომელსაც 17 წელია, არა, 17 წელია, რაც აქტიურია თორე, არც მანამდე არ გაუკეთეს მაგალითად ნაგავსაყრელი და ნარჩენები, აი ურნები აკლია და უპატრონო ძაღლებს დააქვთ ქალაქში ესა ნაგავი და უბრალოდ ელემენტარული დასუფთავების პრობლემა არ მოაგვარეს ქუთაისში. აი მაგალითად იგივე რადგან კალაძე ახსენა საბამ. აი კალაძე აი არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს იყოს თბილისის მერი და ეხა ეძინოს მშვიდად, როცა იცის, რომ
დიღომში, აი სადღაც ვეფხი და მოყმის იქით, ვინ ცხოვრობს, ყველა იტანჯება მარტივი მიზეზის გამო, რომ აკეთებენ ხიდს ვაშლიჯვართან გადასასვლელს, ეს ამის გამო არის საცობები, საათნახევარი მაინც ჭირდება დიღომში გასვლას და ანუ ერთ გზას საბურთალოდან და არც დამატებით ავტობუსებს ნიშნავს დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე და არაფერი. ანუ ჯამში ჩვენი ცხოვრებისთვის თავარი პრობლემა არის ეს, რომ პირველი მართლა გვაქვს ეს ცეხავიკების და სახელმწიფოსთან შეზრდილი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენების კასტა, რომელიცაც სქემები აქვს დალაგებული და ამ ფასს ვიხდით ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის პოლიტიკურ ფასაც ვიხდით ჩვენ და ის რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს განვითარების ხედვა, თუნდაც ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სივრცეების, რეკრეაციული სივრცეების განვითარების, აი ამ ფასსაც ვიხდით ჩვენ თბილისის ცენტრში. აი ამას ვიტყვი და მორჩები, არის 200 ჰექტარი, იქნება ეს არსენალისთა, იპოდრომისთა თუ კიდე სხვა ტერიტორიები, გმირთა მოედნის ირგვლივ და სხვა, სადაც 200 ჰექტარი არის, რომელიც შეიძლება იყოს მწვანე ტერიტორია, სადაც ადამიანები იცხოვრებენ, იქნება ეს სფეროები ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაადგილდებიან და ანუ რეკრეაციული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. არ არის, უბრალოდ თავზე აზის კალაძე, ივანიშვილი, სახელმწიფო და ეს უბრალოდ დაკონსერვებულია, ელოდებიან, როდის დაიწყებენ იქ მშენებლობას. და ქვეყანა, სადაც სიტყვა მშენებლობაზე ადამიანს კარგის გარდა კიდე რაღაც აფიქრდება, ძალიან შორს ვერ წავა. ამიტომ რაც გვაქვს გადასაწყვეტი ეგ არის, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას სჭირდება განვითარების ხედვა. აი ეს ზუსტად ეს ხედვა, რომელიც მოიტანს ამ დესქემიზაციას ეკონომიკის, მართლა საბაზრო ეკონომიკის ნიშნების შემოტანას, რაც მოიტანს მეტ კონკურენციას და მათ შორის ფასების სტაბილურობას და მეორე მხრივ ჭირდება ისეთ მთავრობა, რომელიც ზუსტად ჩადებს ამ ქვეყნის განვითარებაში ინვესტიციებს ისე და იქ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად. 2026 წელი აი პირადად ჩემი შეგრძნებით შეიძლება იყოს ძალიან რთული არა მარტო საქართველოს, მაგრამ ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეები ვართ, აქ ცხოვრობთ და პირველ რიგში მაინც საქართველოს მომავალი გვაწუხებს. თქვენი პროგნოზით გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფაქტორებიც შეიძლება ძალიან დაედოს ჩვენს ეკონომიკასთან, პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა, გარე ფაქტორებზე იმაზე მეტად დამოკიდებული ვიდრე სასურველია. თქვენი პროგნოზი რა იქნებოდა 2026 აი 2007 წლებისათვის? იცით რომ პროგნოზები ძალიან უმადური საქმეა. პროგნოზი ეფუძნება დღეს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა შეიძლება ვთქვათ, რა იქნება ხვალ. აბსოლუტურად. მაგრამ ერთი დღე რო გადის, ახალი ინფორმაცია ბჟღავდება და შესაბამისად პროგნოზი უნდა შეცვალო, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი გარემოში. ზომიერება ის არის, რომ რასაც ვუყურებთ ჩვენ ბოლო 2-3 წელიწადია, რაც ბუსტავს დღეს ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ ეს დაბუსტული ეკონომიკა უნდა ვთქვათ, რომ მისი ნაზრდი ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება. ანუ ნაზრდი ძალიან ცოტა ადამიანზე ნაწილდება და ბევრ ადამიანი რჩება თამაშგარი. დიდრდები კიდევ უფრო დიდრდებიან პირობითად? ეს ცნობილი გამონათქვამია და ეგრე არის, იმიტომ რომ როცა მდიდარი ხარ, ყოველთვის შეგიძლია რომ გამდიდრდე. ხა მილიონი თუ გაქვს, დადებს აბანკო ეგარიზე ბოლოს და ბოლოს და ის კიდევ დამატებით ფულს მოიტანს. ანუ თავარია მილიონი როგორ იშოვო, თორემ მე აღარ არის პრობლემა. და ხომ, ანუ დიდი ნაწილი საზოგადოებისა, სავარაუდოდ ეკონომიკა რომ მიბუსტება აი ამ ფაქტორების გამო, ეს ახდენს გავლენას ფასების დონეზეც. ერთობლივი მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად ფასების დონე იმატებს, სასურსათო პროდუქციაზე ფასები უფრო მეტად იმატებს. ადამიანების დიდი ნაწილის შემოსავლები ნომინალურ სიდიდეებში რჩება თითქმის იგივე, ან ძალიან ნელი ტემპით მოძრაობს და მათი რეალური შემოსავლები მცირდება, მაგრამ ეკონომიკა იზრდება იმიტომ, რომ რეექსპორტი იზრდება ამ ავტომობილების, იზრდება იმიტომ, რომ რაღაცა კაპიტალი შემოდის საქართველოში და ეს უძრავ ქონებას ყიდულობენ ამ კაპიტალით, ხო? გარდა იმისა, რომ კი, თქვათ არის ისრაელი, რომელიც ყიდულობს ისრაელის მოქალაქეები, გარდა ამისა არის კიდევ რაღაც სხვა
კაპიტალი. გარდა ამისა, შემოდის რაღაცა გახსოვთ 500 მილიონი იყო თუ რაღაცა რომ გადაახურდავეს 600 მილიონი დოლარი. სავალუტო ჯიხურმა რომ ერთმა სავალუტო ჯიხურმა რომ 600 მილიონი დოლარი. ეხა 600 მილიონს რომ დაახურდავენ რაღაც სავალუტო ჯიხურში ოფიციალური მან რა მოხდა არავინ არ ახსნა. ხო, ოფიციალური მონაცემებით. ხო, წარმოგიდგენიათ რა ხდება საბანკო იმაში, რა ქვია, სფეროში რამდენი ასეთი გადახურდავება შეიძლება მოხდეს და ეხლა ამ გადახურდავებული 600 მილიონიდან ეს რომ არ არის მაინც თეთრი ფული და თეთრი კაპიტალი ხო გასაგებია არა და რაღაცა ან უძრავ ქონებაში ჩაიდება რაღაცა აქ სასტუმროში 4-5 დღით გაჩერდება ადამიანი ბოლოს და ბოლოს 600 მილიონი აქ ჩამოტანილი რესტორანში შევა და შესაბამისად ეს არის თემა რომელიც აი ამ ეკონომიკას გარკვეულწილად ბუსტავს. ამიტომ აქ რაღაცა ჭრილოვანი სექტორი არის შემოსული, რომელსაც ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ. ვერ ვზომავთ, ვერ ვაფიქსირებთ რა. მესმის თქვენ მოკა, ჭრილოვანი სექტორი იმდანაც დიდია, რომ ვერ განსაზღვრავ. ვეღარ საზღვრავდა საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში ხედავთ რომ აისახება. თუმცა მაცივას რო გააღებთ, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, ხო, საშუალო. კატლარიანი ხორცი. ამდენად ჩვენ უნდა მანამდე სანამ ეს პროცესი არის ამ რეგიონში რაც მიდის ხომ დღევანდელი ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ეს ამ ხაზს უნდა გავყვეთ. თუმცა ხვალ ტრამპი რას იზავს ირანში და ბოლოს და ბოლოს ზელენსკი მოსკოვს აფეთქებს თუ არა დრონებით ხომ ეს ჩვენ არ ვიცით ხო რომ გავიღვიძებთ გამოჩნდება ხო მაგრამ აი ჩვენ საშუალო სანაიდან რომ გამოვიდეთ მინიმუმ შეგვიძლია ნუ უნდა ვივარაუდოთ რაღაცას მოდი ასე ვთქვათ ჩვენ უნდა ავიღოთ მაინც რაღაცას 5%-ზე ეკონომიკური ზრდის ტემპი რატომ იმიტომ რომ თუ აიღებ რაღაც 2003 წლიდან დღემდე საშუალო წლიურად როგორ იზრდება ეკონომიკა, არა ვთქვათ ყოველ წელს და ასე შემდეგ. საშუალო წლიურად. სადღაც არის 5%. ეს 5% განვითარებადი ქვეყნისათვის არის ბუნებრივი ზრდის, ანუ პოტენციური ზრდის, აი შენი ცოდნით, შენი კაპიტალით, შენი სამუშაო ძალით, შენი ინსტიტუტებით, რაც აგაკ როგორ ახერხებ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, ხო? ეს არის რაღაცა 5%. დანარჩენი არის რაღაცა ეს ფაქტორები, რომლებიც ან დადებით, ან უარყოფით გავლენას ახდენენ შენს ეკონომიკაზე. ამდენად საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ ველოდებით, რომ აქ ცოდნა ერთია და მეორე არის კიდევ ინსტიტუტები არის მთავარი, ხო? ნობელის პრემიები ხალხმა ამ საკითხში მიიღოს. და თავარი მდგენელი არის როგორ მუშაობს ინსტიტუტები ქვეყანაში. ეს არის ტექნიკური პროგრესის მამოძრავებელი დრაივერი, ძალა, რამაც შენ უნდა მიგიყვანოს კეთილდღეობამდე. და ეს ინსტიტუტები მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ეხება, ეს პირველ რიგში საბაზრო ინსტიტუტებია, ეს პირველ რიგში საზოგადოებაა მთლიანობაში, როგორ რეაგირებს პროცესებზე, თუნდაც მიმდინარე მოვლენებზე და ასე შემდეგ. მოკლედ რო გითხრათ, არ ვარ მაინდამაინც პესიმისტურად განწყობილი, ყოველ შემთხვევაში არ ველოდები, რომ უკრაინაში საქმე ისე წავა, რომ რაღაცა რუსეთი გაიმარჯვებს და კატასტროფა მოხდება ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ ჩემი აზრით არ იქნება ისე, რომ უკრაინა დამარცხდება. მეორე მხრივ არც იმას არ ველოდები, რომ ან თუნდაც ირანში რამე ისე მოხდება, რომ თუნდაც ნავთობის ფასი ან $150 გადააჭარბოს და კიდე მკვეთრად გაიზრდება, ან რამე დამატებითი რისკები იქნება. გასაგებია, რომ ცოტა რთული ვითარება, გაჯანჯღლდება. კარგი იქნებოდა, რომ ეს ომები არ მომხდარიყო, ან რაღაცა უახლოეს კვირებში დასრულდეს, მაგრამ ალბათ მინიმუმ კიდე თვეები რაღაც ეგეთი სიტუაცია გაურკვევლობები იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ფუნდამენტური გავლენის საქართველოსზე და საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოში დღეს მაკროეკონომიკურად არის სურათი, მაგას ვიტყვი, რომ არანაირად ახლა სახელმწიფოს ჩამოშლის, რომ ვერ მართავენ ქვეყანას ოცნება, ან ის რომ ბიუჯეტი არ შეივსება, მსგავსი ნიშნები არ არის, ისევე როგორც ზუსტად მაგას ვამბობდი, როცა ზედმეტად რადიკალური პროგნოზებია უკვე ხელში. კი, არანაირი მსგავსი, არც ვალუტის კურსის მკვეთ გაუფასურებას ველოდები, არც ბიუჯეტის ჩამოშლას და არც არაფერს მსგავს, უბრალოდ, რასაც მოკლედ ვიტყვი და შევაჯამებ,
საქართველოს რო ყავდეს ხელისუფლება, აი ამ გარე ფაქტორების, აი ამ შიდა ფაქტორების ფონზე საქართველოს მოსახლეობას შეეძლებოდა ეცხოვრა გაცილებით უკეთესად. აი ეგ არის მთავარი. იმის იქით არ ველოდები რომ რაღაც კატასტროფული სცენარები განვითარდება, ნორმალურად იქნება ყველა. სულ მცირე ევროკავშირიდან მილიარდ რაღაცა დავკარგეთ ამ უაზრო პოლიტიკის გამო. ხო, სტუმრების მსგავსად არც მე არ ველოდები აქ კოშმარულ დასასრულს, მაგრამ ვისაც უჭირს და ვინც ცუდად ცხოვრობს, იმისთვის მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს დაუსრულებელი კოშმარი გაგრძელდება, იმიტომ რომ მკვეთრ გაუმჯობესებას არ ველოდები. კი, შეიძლება არაფერი არ ჩამოიშალოს, თუმცა ჩამოშლის წინაშეც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოწყვლადი არის ინსტიტუტები და ეკონომიკა რა მდგომარეობაშიც არის ჩვენთან. პატარა ფაქტორმაც შეიძლება ისეთი ეროზია გამოიწვიოს, რასაც შეიძლება სხვადასხვა სექტორები მიყვეს, ამიტომ ძალიან სუსტი და დაუცველი მდგომარეობა არის და კატასტროფასაც არ ველოდები, მაგრამ არც გაუმჯობესებას არ ველოდები და მე არ მივაწერ ამ ყველაფერს მხოლოდ გარე ფაქტორებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ საერთაშორისო გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ეს გლობალური ფაქტორები იმ ფონზე, როცა ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, კიდევ უფრო მკვეთრად მოქმედებს ჩვენზე, მაგრამ 2020 წელს ან 2020 წლამდე არც ომი არ ყოფილა, 2019 წლამდე არც პანდემია არ ყოფილა მაგალითად და რა ვიცი, 7 წელი იყო გასული ქართული ოცნების მმართველობიდან და რამე განსაკუთრებული და კარგი ხდებოდა? არა, ეს დინამიკა გქონდა ჩვენ უარყოფითი. არასაინტერესო, აბსოლუტურად მდორე და არანაირი პერსპექტივის მომასწავლებელი, რაც თავარია. და ეს შენარჩუნდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვჭირდება არის ამ ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა, იმისთვის რომ აქ ვიღაცამ ფული შემოიტანოს, იმისთვის რომ თავისი ქარხანა გახსნას, ან თავის ფული სხვა ფორმით დააბინაოს და საქართველო დღეს არ არის საინტერესო ქვეყანა არავისთვის. მათ შორის რუსული კაპიტალისტვისაც არ არის სამწუხაროდ საინტერესო ქვეყანა, იმიტომ რომ რო გითხრათ, რომ აი ამ ტოტალური რაღაცა შემოbrunების და რუსეთის მიმართ აი ამ რევერანსების ფონზე რუსეთიდან რამე განსაკუთრებული კაპიტალი შემოვიდა თქო? არა სამწუხაროდ. არა, ესეც კი არ მომხდარა, რომ რუსეთიდან აი ამ ყველაფრის ფონზე რამე განსაკუთრებული ინვესტიციები შემოსული იყოს. მათთვისაც არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ისინი არც იქ არიან სულელები და როცა შენ არც ერთი პარამეტრით კარგ მდგომარეობაში არ ხარ, აქ ფულს არავინ არ მოიტანს და ეს ხდება აქ და ამის შენარჩუნებას ველოდები იქამდე, სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მინიმუმ იქამდე, სანამ პოლიტიკური პროცესი არ იქნება, იმიტომ რომ ეკონომიკური ხედვაც რაღაც ტიპის იმპულსებიც და ნაპერწკალიც იბადება პოლიტიკურ დუღილში და აქ პოლიტიკური დუღილი არ არსებობს, ხო? და ამიტომ არის პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა და განადგურება ცუდი, იმიტომ რომ მომავალზე და ხედვაზე არ მიდის საუბარი. და ეს არის პოლიტიკის აი ამ ასპარეზის მთავარი მიზანი, რომ ჩვენ პოლიტიკა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხედვებს შორის იყოს შეჯიბრი და ხედვებს შორის კი არ არის შეჯიბრი. შეჯიბრი არის, ვინ უკეთესად მოეპოტინება ხელისუფლებას, ვინ უფრო მეც გააკეთებს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ამ ხალხისთვის ამოცანაც ასე არის დასმული. შენ დაანებე თავი ეკონომიკას და ბალცეროვიჩობას შენგან არავინ არ ელოდება, შენ გააკეთე ყველაფერი, რომ ხელისუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ის, რასაც არაპირდაპირ ივანიშვილი ან შეიძლება პირდაპირაც ეუნება ამ ხალხს და ამიტომ ამ ეს ხალხი ქართული ხალხის წინაშე ხო არ არის ანგარიშვალდებული, ანგარიშვალდებულია ივანიშვილის წინაშე და მისი ამოცანა აქ არ არის ეკონომიკური სასწაულების და გარღვევების მოხდენა. მისი ამოცანა არის ხელისუფლების შენარჩუნება და ამას ემსახურება ეს ხალხი და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად. მათ შორის ჩვენი დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, რასაც ჭირდება სტრუქტურული გადააზრება და გაუმჯობესება, რასაც მე როგორც ერთი პოლიტიკოსი ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვამბობ ხოლმე. ადასტურებ. თუმცა ცვლილებები მოდის მოულოდნელად და უგებრულად და ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდეთ ხელისუფლებაში. არა, შემთხვევით ხელისუფლება ვისაც დაეცემა, ხო, მე მგონია რომ არც ეგ არ იქნება კარგი. ხელისუფლება რო ჩაგივარდეს ხელში
ეს შეიძლება განაპირობოს რაღაც ისეთმა ფაქტორმა, მაგრამ შენ თუ მომზადებელი შეხვდები ამ ყველაფერს, იქნება ასევე კატასტროფა. ამიტომ ჩვენ რო ლაპარაკობთ იმაზე, რომ ალტერნატივა თუნდაც ჩამოყალიბდეთ, ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთმანეთში ჩხუბი შევწყვიტოთ და გასტუკები გავიკეთოთ და ლამაზად ვილაპარაკოთ და როგორც მთავრობა ისე მოვიქცეთ, ხო? პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ გქონდეს ხედვა, სად წავიყვანთ ამ ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება აღმოჩნდება ჩვენს ხელში ქართველი ხალხის და გადაწყვეტილებით და კიდე სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. კი ბატონო, დიდი მადლობა. სამწუხაროდ ერთი უნდა ვთქვა სიმწრინარევი ირონიით, რომ deep state-სა და sub state-ს შორის ვართ ჯერჯერობით. დიდი მადლობა გადაცემის სტუმრებს. საუბრეთ მეტნაკლებად ეკონომიკაზე, თქვენ ხმით გადაცემა საპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე გამოყვებით YouTube-სა და სოციალურ ქსელებში. მადლობა.